ჩვენ პროფესიას ვკარგავთ. ასევე მე ძალიან გული მწყდება იმ ადამიანებზე, რომლებიც აი რაღაცა წლობით ნაგროვებ აი ამ რეპუტაციას, აი ესე წყალში ყრია. ვინ იყო ის? მამლუკი და ესე ვასილი აქ ის და ადიდეს. აი ამ მდგომარეობაში როგორი ხალხი ექცევა. აი პატიოსანი გაღმა შეედავე გამოღმა შეგრჩება პრინციპით ვინც არ ცხოვრობს. სამეურვეო საბჭოს ისხდომა ჩატარდა საუკეთესო საბჭოთა ტრადიცია. ის თემა, რომელზეც იქნება მორგებული ქართული ოცნების მესიჯბოქსი, ის თემები უნდა აიწიოს. როგორც კი ეს ამ ფილტრს არ მოული, ან გაიბიტნება, ან პირიქით ჩვენ თვითონ აკონტროლებ, რა და როგორ უნდა გაატაროს, რეალობა მრუდება. ერთი არის სოროსი და მეორე თურმე მე ჩემი ცოლის გავლით ვაფინანსებ კიდე აი სოროსის დონეზე დავდექ ის სადღაც სამბავშვთან ერთად მე ვარ თანახმების განმავლობაში დედაც და მამაც. ამან ამ მდგომარეობამ აი დიდად იმოქმედა და ყველაფერი გადამადანა. თავისუფლება მზია ამაღლობელს და სისტემის ყველა უკანონო პატიმარს. ერთის მხრივ ჩვენ რა თქმა უნდა უერთდებით ამ სოლიდარობას და მეორეს მხრივ მგონია რომ ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც ასე ვთქვათ დაარღვია ჩვენმა სტუმარმა და რის შემდეგაც იწყება აურზაური მის გარშემო საზოგადოებრივ მაუწყებელში. ძალიან დიდი მადლობა. ვასილი ივანო-ჩიქოვანია ჩვენი სტუმარი, უყურებთ Red Lines ბექა პატრაშულთან თათო შარიქაძესთან ერთად. მადლობა რომ მოხვედი და პირველ რიგში მადლობა იმ მე ვიტყოდი მაინც გამბედაობისთვის, ითამამისთვის და თავდადებისთვის, რაც აჩვენეთ პირდაპირ ეთერში და ჩემთვის როგორც რიგითი ჟურნალისტისთვის, ეს იყო мотиваცია, როგორ შეიძლება ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერი, ღია მიკროფონი, პლატფორმა გამოიყენოს იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ყველა ინფორმაცია დეტალურად და სამოქალაქო რას ქვია მაგ სიტყვას პოზიციაც ასე ღიად დააფიქსიროს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. მოხარული ვიქნები თუ ბევრი ამას რაღაცნაირად ბევრი ვასილი ივანო-ჩიქოვანი გჭირდება. ხო, მე მოდი პირდაპირ კითხვებით დავიწყოთ და მე ჩავშალოთ თემა. პირველ რიგში მაინტერესებს როგორ ხარ, იმიტომ რომ მარტივი არ არის ჩვენი გამოცდილებითაც წლები სადაც გატარებული, კოლექტივის შენობაც კი რომელიც აი შენი მეორე სახლია, უცებ კარი მოგიხურონ და გითხრან რომ იცი რა, შეგიძლია აქ აღარ მოხვიდე. მოგესალმებით, სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, რომ დაინტერესდით. და ასევე მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. თვალყურს გადევნებთ, მიხარია, წარმატებებს გისურვებთ და ვისურვებ, რომ აი მეტი ესეთი პროექტი ნიშნავს მეტ თავისუფალ სიტყვას და მეტ სააზროვნო მასალას მოქალაქეებისთვის, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ მოსახლეობა. ჩვენ ვართ მოქალაქეები და ის, რაც ჩვენს გარშემო ხდება, სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა მივიღოთ. რთული იყო საკმაოდ ემოციურად, თუმცა თავიდან, როდესაც მე გადავდგი ნაბიჯი და ღია ეთერში ჯერ თინათინ ბერძენიშვილთან დავაფიქსირე პოზიცია, რომ პოლიტიკური გავლენები ტარდება და ამის წყარო არის ვასილ მაღლაფერიძე. ვიდრე იქ შევიდოდი, ძალიან მოკლე დროში საკმაოდ ისეთ ქარიშხალი იყო აზრების, რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, რა იქნება, ღირს თუ არა. მათ შორის ის, რომ ამ ნაბიჯს შეიძლება მოყოლოდა სამსახურიდან გათავისუფლება, მაგრამ რაღაცა ეტაპზე დგება ხო დრო, რომ შენ არ ხარ უბრალოდ სამსახურში, ეს პროფესია შესიზღვრცებული არის და უკვე ხელფასი, ადგილი, სადაც ამ პროფესიას ემსახურები, არ არის გადამწყვეტი, არამედ გადამწყვეტი არის, რომ შენი სინდისი, შენი პროფესიული სინდისის მიმართ იყო სუფთა. მაშინ მივხვდი, რომ კი, ამას შეიძლება მოყოლოდა სამსახურის დაკარგვა, ამას შეიძლება მოყოლოდა არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მე ჩემნია მსმენელი ვიყო, ვიდრე რესპონდენტი. ან კითხვა დავსვა, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაკეთებდი. უკვე ეს ემოცია რაღაც კუთხით მონელებული მქონდა. ველოდი, რომ ეს ესე მოხდებოდა, იმიტომ რომ არანაირი კონსტრუქციული საუბარი არ შემდგარა მენეჯმენტთან. გულწრფელად არავინ დაინტერესებულა, რატო ფიქრობდი მე ესე, რაში ვხედავდი მე ამას. მხოლოდ ერთხელ, როდესაც აღვნიშნე რომელიღაცა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, მას შემდეგ რომ კითხვა იყო, რომ როგორი რეაქცია აქვს მენეჯმენტს და არანაირი, იმიტომ რომ ნეტა რამენაირი რეაქცია მაინც ქონოდა მეთქი და მეორე დღეს შეხვდა გენერალური დირექტორი, საინფორმაციო უფროსი, არხის იურისტი და
ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოფიციალური შეხვედრა მომიწყვეს თან აი საქმის გარჩევაზე ეს იყო უკვე გავლებული რომ მე ესე იგი გამემიჯნენ რომ ისინი სხვა მხარე არიან მე სხვა მხარე ვარ გაუცხოების მომენტი დაიწყო ეგრევე, ანუ პირველი რეაქცია იყო ეს დისტანცირება უფრო მეტად, ხო, როგორც მივხვდი. კი, და აი ამ ხაზის ისა რომ აი ესენი არიან მენეჯმენტი, ამას ცდილობდნენ რომ არასაქმიანი დამოკიდებულება რატო თქვი ეს. რაში ხედავ, იქნება მართლა არის და დაინტერესდება რეალურად მენეჯმენტის უფლება მოვალეობა არის, რომ თუ იქნება რაიმე მცდელობა პოლიტიკური გავლენების გატარებისა, მან უნდა აღკვეთოს ეს. მეორე რაც ძალიან კარგად დამეხმარა აი ამ მიმდინარე პროცესებისას ემოციური აი ამ ემოციებთან გამკლავებაში არის ის რომ ჩემი მეუღლე არის ბაკალავრით ანუ მე აკადემიური განათლებით ჟურნალისტი არ ვარ ჩემი მეუღლეს კიდე ანუ როგორც უმაღლესი განათლება ისე მაგისტრის ხარისხიც მედია ან მენეჯმენტში აქვს მაგისტრის ხარისხი ბაკალავრით ჟურნალისტი არის თუმცა მან ბევრად უფრო ადრე ვერ შეძლო მოამბეში გაჩერება. მუშაობდა მეორე არხზე, საპარლამენტო არხი იყო მეორე არხი და კანონპროექტების განხილვაზე, ანუ ისეთი ფორმატი იყო, სადაც აუცილებელი იყო კანონპროექტის წაკითხვა, ექსპერტების აზრის მოსმენა, დეპუტატებთან ლაპარაკი და რეალური საქმე, რასაც ჟურნალისტი უნდა აკეთებდეს. არა უბრალოდ მივედი ვნახე და მე გავაშუქე რომ ამან თქვა ეს, არამედ მეც სიღრმისეულად შესწავლილი მაქვს საკითხი და იმ ადამიანს არ მივცემ საშუალებას რომ ან მოიტყუება, ან ეცდება რომ გაექცეს პასუხს. ასეთი გადაცემიდან შემდეგ უკვე მოამბეში მეორე არხით დაკეტა ვასილ მაღლაფერიძემ. მოამბეში გადმოყვანის შემდეგ უკვე მაშინ ჩანდა რა, უკვე დამოკიდებულება იყო ესეთი რომ ვიღაცას საქმეს აკეთებინებენ, იმიტომ რომ ის აკეთებს ისე, როგორც აწყობს უფროს. და ვინც საქმეს აკეთებს პროფესიულად ვინც საქმეს აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტური თვალთახედვით, იმან არ უნდა იმუშაოს. შესაბამისად, ის პასიურ რეჟიმში არის გადაყვანილი მოამბეში. ეგ ერთი სქემაა მარტო მოამბეში. ყველგან ერთი სქემა არის, ყველგან კი, სახელმწიფო ყველა საჯარო სტრუქტურაში ეგეთი სქემა მუშაობს. აპრობირებული არის და რასაკვირველია, აქაც იგივეს იყენებენ. და გადამზადების კურსები გაიარა დეკორატიული ლესვის. ახლა არის დეკორატიული მლესავი. ჩვეულებრივად რა, მალე არის. ხონაც ნუ ცოტა ისეთ მასალებთან და დიდი პროექტი შეხვდა ახლა. დიდ პროექტზე მუშაობს, მოუნწია ქალაქგარეთ გასვლა და სამბავშვთან ერთად მე ვარ თვენახევრის განმავლობაში დედაც და მამაც. ამან ამ მდგომარეობამ აი დიდათი მოქმედა და ყველაფერი გადამატანენ. ბავშვებთან ურთიერთობა. ჩვენც მაგას ვამბობდით ხოლმე რა, რომ აი გადაგვარჩინეს ბავშვებმა. ერთადერთი პლუსი ამ პროცესში ეგ იყო რომ სამსახურში დაგროვილი ნეგატივი მიმქონდა სახში. და თქვათ მაგალითად სამსახურში რაზე შეიძლება ბრაზდებოდი, მაგრამ არ შევდიოდი კონფლიქტში, ვამბობდი, მაგრამ იმისთვის რომ ბოლომდე დამიმტკიცებინა, ჩემი სიმართლე უნდა შევსულიყავი საკმაოდ ისე მწვავე კონფლიქტში. ჩუბამდე უნდა მისულიყავი, რომ ესეა ხალხო, რა გჭირთ ესე არ არის. ამიტომ არაკონფლიქტური ადამიანი ვარ და შესაბამისად რაღაცაში და მიგრაციაში წავედი, თვითცენზურა, რაღაცნაირად აი კომფორტის ზონას რო იქნი შენთვის, ოღონდაც იმისთვის რომ მაინც გაკვალდებულებები, ხა თვითონ თემდე გადახვიდი. და აი ბავშვებთან რო აღმოჩნდი, ეს ნეგატივი ოჯახში მიმქონდა და აქედან ეხლა ოჯახმა დამიცვა, აი აქედან ტელევიზიიდან წამოსული ნეგატივით, რომელიც ანუ გაასმაგებული დოზით წამოვიდა ჩემს მიმართ. და ოჯახმა სერიოზულად მიშველა. სხვები როგორ ურთიერთქმედებენ? ანუ როგორ იცვლება შიდა საზოგადოება აი ამ პროცესში? შეგიძლია რაღაცნაირად აგვიხსნა იქაური სიტუაცია. მე იმიტომ რომ მე ვიცი იქ ადამიანები არიან ჩემი მეგობრები, რომლებიც ასევე შემხედრიან აი სხვადასხვა გადაღებებზე და მეგობრობ წლები სხვადასხვა სამსახურებში ერთად ყოფილვართ და რაღაც უხილები მუდმივად ქონდათ, მუდმივად რაღაცებს განიცდიდნენ და თუმცა ნუ ისინიც როგორღაც აგრძელებდნენ მუშაობას. აი შიგნით შიდა სიტუაცია როგორღაც თუ შესაძლებელი არის მაგვიხსენებოდა. ბევრისთვის შიდა მდგომარეობა არის აუტანელი და საკმაოდ რთული. თუმცა აი ამ წლების განმავლობაში საერთო ტაქტიკა როგორი არის, ხო? ცდილობენ რომ დაგღალონ და ცდილობენ რომ ნიჰილიზმი ჩამოგიღალიბდეს. ხელი ჩაიქნიო. და შეეგუო აი ამ რეალობას. შემდეგ უკვე თუ მეც ახლა როდესაც მქონდა ეგ ეტაპი და თავიდან გადავდგი ნაბიჯი, ნუ აი ჩაყოლას
ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო, თუ გადაწყვეტილება მიიღე, რომ კარგი უნდა ჩავყვე, შემდეგ ემოციურად საკმაოდ რთულია. კი, მუშაობ, ხელფასი გაქვს, სამსახური გაქვს, მაგრამ ემოციურად ეს ადამიანები არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში. შეიძლება უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ უფრო გააქტიურდნენ, მაგრამ მესმის რა ფაქტორები მოქმედებს, რომ აი ამ ვითარებაში დარჩე. ნელ-ნელა ნელ ცეცხლზე ტემპერატურის არა მწვავე მომატებით ვასილ მაღლაფერიძემ დაიწყო ამ ყველაფრის გატარება 2017 წლიდან. აქტიური ჟურნალისტი, ვინც პროფესიონალურად მუშაობს, ის გადაყავთ არააქტიურ პოზიციაზე. ტექნიკურ საქმეს აკეთებინებენ ოფისში, ველზე არ უშვებენ, მივლინებაში არ უშვებენ. კომუნიკაციაც არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური, მაგალითად იმასთან, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თავად ეს მენეჯმენტი, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ ერთგვარი სტრუქტურა შექმნა, ხო ყველა გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი არის ვასილ მაღლაფერიძის მოყვანილი. GDS-დან. ეს ხაზი რო ტარდება, შემდეგ უკვე ხო ეს ვერტიკალი. შენ უბრალოდ უნდა სუბორდინაციაც დაიცვა. სუბორდინაცია გაკავებს და რთული არის, როდესაც შენ აი ამ მდგომარეობაში როგორი ხალხი ექცევა. აი პატიოსანი რა. გაღმა შეედავე გამოღმა შეგრჩება პრინციპით, ვინც არ ცხოვრობს. მაგრამ ეჯახები ეგეთ ხალხს გაღმა შეედავე გამოღმა შეგრჩება პრინციპი, რომ უმაღლეს დონეზე აქვთ ატანილი და სტრუქტურულად მათ აქვთ ბერკეტები. ისინი არიან შენი უფროსები. ყოველთვის იყო ბრძოლა დაპირისპირება, ყოველთვის იყო როგორი, რომ ეს არა, ეს არა, ეს. მაგრამ უკვე ადმინისტრაციასთან ეს ჭირს. გვაქვს სოლიდარობის პრობლემა, ერთიანობის პრობლემა არა მარტო მედიაში გვაქვს, ხო, ზოგადად ქვეყანაში არის ერთიანობის პრობლემა, იმიტომ რომ გვაქვს საკმაოდ ძლიერი ერთიანი საძირკველი გვაქვს და არ გვაქვს ფუფუნება, რომ დაპირისპირებაში ვიყოთ ერთმანეთთან. ისეთ მდგომარეობაში და ისეთი ერი ვართ. შესაბამისად, ყველაზე მეტად ჩემი შეფასებით აი ამ ერთიანობისა და სოლიდარობის წინააღმდეგ მიმდინარეობს წვეთ-წვეთობით რა, ნელ-ნელა ბრძოლა. თავიდან იყო უფრო მეტი წინააღმდეგობა, იგივე მაგალითად ვასილ მაღლაფერიძეს თავიდანვე უნდოდა რეალური სივრცის დახურვა, მაგრამ შეხვდა წინააღმდეგობა და ვერ დახურა. თუმცა მაგალითად მე დახურა ძალიან იოლად ევროპის ბიურო. მაგრამ იქაც იყო გარკვეული წინააღმდეგობა. ნელ-ნელა იგი ამ წინააღმდეგობებს უპასუხოდ ტოვებდა, როდესაც არსებობს კითხვები, ტოვებენ უპასუხოდ. და მე ნელ-ნელა ხო, აი ახლა რეალური სივრცის თანამშრომლებმა გუშინ თქვეს უარი მენეჯმენტის შეთავაზებაზე. მათ მიუვიდა შეთავაზება, რომ რეალური სივრცე იქნა გამომდინარე, რომ ნინო ზაუდაშვილი გაუშვეს სამსახურიდან, იხურება და ეს ხალხი გადაყავთ სხვა გადაცემებზე, ან თქვათ რაღაც ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. უბრალოდ წარმოვიდგინოთ გუნდი, რომელიც 12 წლის განმავლობაში მუშაობს, არიან საკმაოდ გაწაფულები ამ საქმეში, აკეთებენ იმას, რაც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტი. ნაცვლად იმისა, რომ აი სხვა ტელევიზიაში რომ მუშაობდეს ეგ ხალხი ჩვენ რომ კეთილსინდისიერი მენეჯმენტი ყავდეს, იქიდან რომ გადმოიბირებ, აი ესეთი პროფესიონალი კადრები არიან, რომ სურვილი უნდა კონდეს, რომ რამენერად შეინარჩუნო, ისევ იმ მიმართულებაზე ამუშაო. ახლა კი რა ხდება? ეს მიმართულება საერთოდ ჩაცხრება, ეს ხალხი უნდათ რომ გაეფანტათ თვალიდან და ყურიდან შორს და შემდეგი ეტაპით რაღაცა მოხდებოდა. მე კიდე და მე უკვე ნელ-ნელა მიჩუმათებით გაითავისუფლებინათ სამსახურიდან. ესეთი ბევრი მაგალითი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს აქვთ წარსულში დანახი. მუდმივად ისმის სიტყვა რეორგანიზაცია. მაგალითად ეხლა ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ ვიცით რომ რეორგანიზაცია უნდა ჩატარდეს. ვიღაცა ამბობს რომ ის შენობა ეხლა არის საზოგადოებრივ მაუწყებელში 1100-ზე ოდნავ მეტი თანამშრომელი, ის შენობა კი თურმე გათვლილი არის მაგალითად 700 ადამიანზე. ანუ განცდას აჩენენ რომ შეიძლება ვინმე სამსახურის გარეშე და გასაკვირველია ეხლა უკვე იქ თანამშრომელს უჩდება ხო ეგ ფიქრი რომ ვაიმე მე რო რაღაცა მოვიმოქმედო შეიძლება ამ რეორგანიზაციაში მოყვე მით უმეტეს ეხლა საჯარო სამსახურების შესახებ კანონი შეიცვალა რაც ასევე ჩვენზე მოქმედებს და უფრო გაუადვილდება მენეჯმენტს სამსახურიდან ჩემი გაშვება. შესაბამისად
ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ჟურნალისტი, თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც წუხს ამის გამო. მაგრამ რა ვქნა. ანუ ფაქტობრივად შანსი აღარ აქვთ. შანსი აქვთ, რასაკვირველია, აქვთ შანსი, უბრალოდ ამაში ირდება ძალისხმევა, რომ გადავიდეს მოქმედებაზე. არსებობს პროფკავშირები საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომელიც იყო საკმაოდ ძლიერი და ვასილ მაღლაფერიძე რომ მოვიდა, პირველი რასთან ბრძოლაც დაიწყო იყო პროფკავშირი. რომ რამენაირად პროფკავშირი დაესუსტებინა. ნაწილობრივ გამოუვიდა, თუმცა ამის რესურსი არის, პროფესიული გაერთიანება აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, გაერთიანება არის აუცილებელი და ელემენტარული ეს ხო არ არის რაღაცა ის პოლიტიკური აქტივობა, ეს არის რეალურად პროფესიული დამოკიდებულება საქმისადმი, არსებობს იერარქია, შეიძლება მოთხოვნა, შეიძლება გაერთიანება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუმცა მაგ ნაბიჯსაც ცხადია, რომ ყველა აღიქვამს როგორც პოლიტიკურ პროცესს და იქ არავინ არ ჩაუთვლის ამას. ვინმეს პრეტენზიად, რომელიც პირობითად ის პროფესიულ გარემოს უკავშირდება დაუშვათ. რადგან თანამშრომლებზე ვსაუბრობთ, ისე არ მე სულ ამბობ ხოლმე იმედზეც რომ ეკითხებიან, რომ აი როგორ ძლებენ და როგორ მუშაობენ და ვამბობ ხოლმე რომ კაცო, ესე ყველა იქ კი არ არის რომ შოლც კი არ ურტყამენ ვიღაცას ასე ჯერა, ასე მოწონს და საერთოდაც არანაღულებს ვინ როგორ იჩაგრება, ხო? ანუ მაუწყებლის შემთხვევაში ხო შეიძლება. ხო, თუმცა ნუ ფაქტია რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ასე არის, ხო? არსებობენ ადამიანები, რომლებიც განიცდიან, მაგრამ უჭირთ რაღაც ნაბიჯების გადადგმა და ბრძოლაში შესვლა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც აი წეღან ამბობდი შენი მეუღლის შემთხვევას, ხო? რომ ის პროფესიიდან იმიტომ კი არ წავიდა, რომ თავი ამოწურა, ან უბრალოდ სხვა ინტერესის, კარგია რომ სხვა ინტერესის სფერო გაუჩნდა და ამაში თავი იპოვა, მაგრამ ან ვერ შეძლო, არის საშინელი სიტყვა. ანუ ტოქსიკური გარემო. ხო, ანუ ჩვენ ჟურნალისტობაზე იმიტომ კი არ ტელევიზიიდან იმიტომ კი არ წამოვედით, რომ ეს პროფესია აღარ გვინდა და პირიქით მე მგონია რომ ძალიან მიყვარს ეს საქმე და როგორც წარმომიდგენია რომ უნდა მუშაობდე რომ შენიშვნას რო გაძლევენ ასე, რატომ აზროვნებ და კითხვას რატო სვამო, ეგ არის ჩემთვის პრობლემა და არა ის რომ მე ამ საქმის კეთება არ მინდა, ან გადაღებაზე გასვლა მეზარება და ან ასე შემდეგ, ხო? ეგ არის ჩემთვის ძალიან სიმპტომატური. რას ებრძვიან და როგორ გებრძვიან. და მეორე არის ის რომ შენი შემთხვევა ჩემთვის იყო ერთგვარი ილუსტრაცია იმის, როგორ შეიძლება ადამიანებზე იწერებოდეს დანოსები, იმიტომ რომ ამაზე ბევრი წამიკითხავს, ამაზე ბევრი მომისმენია, მაგრამ ასე ჩემთვალწინ, როგორ შეიძლება ადამიანს აი ესე კამერებთან იჯდე და ხან მასონების წევრობა დააბრალო, ანუ ისეთი აბსურდები დააბრალო. სამეურვეო საბჭოს ის ხდომა ჩატარდა საუკეთესო საბჭოთა ტრადიცია. ხო, აი ეს იყო ჩემთვის გამიცოცხლა, ესე დოკუმენტურ მასალად მაჩვენა, რაც მქონდა წაკითხული და აი კიდე ღიად რაღაცებზე ხო არ ვლაპარაკობთ კიდე ამ 37 წელზე და კიდევ კარგი რომ კანონმდებლობაში არ გვაქვს დახრეტა, თორე ალბათ ვასკაზეც შეიძლება და ეს მოთხოვნაც გაჟღერებულიყო. აი მაგ ხალხსაც რომ მოგვიყვე, გავლენა, იმიტომ რომ მხოლოდ მისაღებია კომფორტის ზონა. ხო, ანუ ეს ხო არ არის მხოლოდ ვასილ მაღლაფერიძე. ანუ ეს ხო რაღაცა დიდი აწყობილი სქემა, ერთ ადამიანზე ვერ იდგება სისტემა. მაგრამ ეს სქემა არის აწყობილი ვასილ მაღლაფერიძის მიერ. სამეურვეო საბჭო ახლა არის დაკომპლექტებული რამდენი 8-11 წევრია სულ. სამი არ ეთანხმება მაღლაფერიძის პოზიციას, დანარჩენები მე მგონი საერთოდ ისე არიან შერჩეულები ვასილ მაღლაფერიძის მიერ. და შემდეგ უკვე შეყვანილი სამეურვეო საბჭოში უკვე ქართული ოცნებიდან ხო პარლამენტიდან ხდება ეს. თუმცა აი სამეურვეო საბჭოზე როგორ შეიძლება რომ 8 ადამიანი აი ესე არ ჩდებოდეს განსხვავებული აზრი ან დისკუსია არ იმართებოდეს ან კითხვა, აი შეთამაშებულად ეს 8 ადამიანი არის დაჯგუფება, რომელიც მაღლაფერიძე რაღაცას რო ამბობს, ანუ წინასწარ გათამაშებული აქვს უკვე ყველაფერი, მე იქ შევლენ, დადგავენ ამ უნიჭო სპექტაკლს, მაღლაფერიძე თავისი ამ დემაგოგიური ლაპარაკებით, იმითი ამითი სისტემა არის ეგრე აწყობილი. სანდო ხალხი ყავს მაღლაფერიძეს შეყვანილი სამეურვეო საბჭოში. პარლამენტმაც ნუ ამას მხარი დაუჭირა. იმიტომ რომ ეხლა ვასილ მაღლაფერიძე პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე იყო, ირაკლი კობახიძის მოადგილე იყო, იგი პარტიის წევრი არის ახლაც რა, ანუ ისე კი არა რომ პარტბილეთი აქვს, არამედ იმას იმ ძალას წარმოადგენს. იგი არც მალავს, რომ იმ ძალას წარმოადგენს, მაგრამ ის კანონიერად არის ყველაფერი გაკეთებული. თუმცა კანონი თვალისწინებს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველგვარი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს. ერთის მხრივ კანონში ეს გვიწერია, მაგრამ ფორმა ისეთი გვაქვს, რომ შესაძლებელი არის სამეურვეო საბჭოში უმრავლესობა მართველი ძალის მომხრეებმა ჩაიგდონ ხელში.
ისინი არ მალავენ, რომ ხარს უჭერენ ქართულ ოცნებას. მე რა, უბრალოდ არ აღიარებენ, რომ იქ რაღაცა გავლენას, აბა სად ვატარებთ გავლენასო. არ არის გავლენა ხო არ გატარდება და ოფიციალური დოკუმენტით წერილს ხო არ წერენ. ვასილ მაღლაფერიძემ რომ მოვიდა 2017-ში გადმოიყვანა GDS-ის კადრები, ყველა გადაწყვეტილების მიღების პოზიციაზე საკუთარი ხალხი დასვა, ეს ვერტიკალი აქვს. წმინდად ესე კარგად აწყობილი. პირამიდის თავში ზის ის. ეხლა საინფორმაციო სამსახური მაგალითად რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. ჩემი შეფასებით, მე რასაც ვაკვირდებოდი, თინათინ ბერძენიშვილი, ანუ არხის გენერალური დირექტორი, საერთოდ არ ერეოდა ახალი და მიმდინარე ამბების მიმართულება. საზოგადოებრივ პოლიტიკური საკითხები არც მისი ინტერესის თემა იყო. და არც რაღაც ის რო აი გაეუმჯობესებინა, რაღაც სამუშაო პროცესები ყოფილიყო. თინათინ ბერძენიშვილი უფრო პროდაქშენზე იყო კონცენტრირებული, საზოგადოებრივი პოლიტიკური მიმართულება პირველი არხის მთლიანად იყო აი ვასილ მაღლაფერიძის გავლენის ქვეშ. პირობითად გაყოფილია რა ესე რა, გენერალური დირექტორია ამას კურირებს და ამითი არის დაკავებული, მათ შორის აი ევროვიზია, აი რაღაცა მეგა შოუ ხალხურიც ახლა ვასილ მაღლაფერიძის პროექტი არის და იმ დღეს სამეურვეო საბჭოს ხდომა გაიმართა, სადაც ეს საბჭო შეიკრიბა იმისთვის, რომ ერთმანეთისთვის ქათინაურები და მადლობები ეთქვათ, რომ მიუხედავად აი ასეთი და არავინ დაუბრუნდა სიმღერა ჩვენ გვიყვარს, მაგრამ პრიორიტეტებში გაყვანაზე. მამლუქი გამახსენდა რა, ვინ იყო ის და მამლუქი და ესე ვასილი აქეს და ადიდეს. შესაბამისად ვასილ მაღლაფერიძემ მოახერხა ამ წლების განმავლობაში, რომ ყველა პოზიციაზე მისდამი ლოიალური ადამიანი ყოფილიყო. ერთგვარ სელექციას ატარებს ეს ადამიანი. მეც მქონდა ერთხელ შემთხვევა, როდესაც მასთან რაღაც საკითხზე ვლაპარაკობდით, თუ არ ვწდები, ეს არის პერიოდი, როდესაც რუსთავიორის სასამართლო პროცესები მიდის და გამტყუნდა და უნდა დაბრუნებულიყო ხალვაშისთვის რუსთავიორი. მაგ საკითხზე საუბრობდით და ამ საკითხზე ლაპარაკის დაწყებისას ეს ადამიანი რაღაცა ერთი კონკრეტული სამართლებრივი ამბავი იყო, რაზეც დავიწყეთ საუბარი, შემდეგ გადავიდა სხვა ამბავზე, რომელზეც მე გავყევი ასევე. შემდეგ გადავიდა სხვა ამბავზე, რომელზეც გავყევი, შემდეგ გადავიდა სხვა ამბავზე და მე უცბად გამახსენდა, მაგ ესეთი სახის ესეთი ლიტერატურით ვიყავი დაინტერესებული რაღაცა რაც ეხება საიდუმლო სამსახურების თუ სხვა ესეთი განსაკუთრებული სამსახურების მუშაობას და იქ მქონდა ესეთი რაღაცა შეხვედრილი, რომ აბა ადამიანს უნდა შეუცვალო თემები, ის როგორ გამოყვება, ეს არის ვერბოვკის, ანუ სამსახურების სტილი, ასე ვთქვათ. ხო, შენ შეამჩნევ ადამიანი ახლა როგორ მოყვება ამ თემებზე და მას დაუსვი შემდეგ კითხვა, რომ ბატონო ვასილ, ის პირველი საკითხი გაინტერესებს თუ თქვენ გაინტერესებთ სხვა რაღაცა, რაზეც ახლა ამდენი თემა გამიბნიეთ, გამიშალეთ და იმაშვებით მეთქი. მას პასუხი არ გაუწია, შებრუნდა, წავიდა. მას შემდეგ, თუნდაც ეს იყო მისი გენერალური დირექტორობის პერიოდში. მას შემდეგ, მას შემთვის გამარჯობა, ხო, მას შემთვის გამარჯობა აღარ ეკეთება, ანუ ესეთ სელექციას ატარებს რა. წარმოიდგინეთ ახლა მე და შენ რომ დავიწყოთ ლაპარაკი ერთ თემაზე. სერიოზულ თემაზე რა, ფინჯანი განვიხილოთ რა, რამდენად კარგად არის ეს ფორმები მიცემული, გამომწვარი როგორი არის. ასე შემდეგ და მე უკვე უცბად გადაგიყვანო სხვა თემაზე. თან გავაუბრალოებ რა, თავიდან სერიოზული დავიწყე და ბოლოში სისულელეზე შენ თუ ისევ კარგად მომყვები მე და გაღიმებული ესე თავს მიქნევ სერიოზულიდან ამაზეც ისე ხარ, იმაზეც ესე ჩემიანი ხარ. ლოიალურობის ტესტი შენ გაატარებ. მე უკვე საქმეში გამოვწდით ამას. შენ გაატარებ. მე უკვე შეიძლება ფული შემოვიყვანოთ ამ საქმეში, კარგი ხელფასი გქონდეს, ან ხშირად მივლინებაში წახვიდე, მოკლედ და ხო, მე მაგას სელექცია გავლილი. ვიძახი, სხვათა შორის ძალიან ბევრ ჩემ კოლეგასთან მithქვამს ეს რა, ანუ მით უმეტეს ახალ საქმეში, ახალ მოსულ კოლეგებთან, რა ვიცი, სტაჟიორებთანაც ბევრჯერ მილაპარაკია, რომ ამ პროფესიაში თუ ხარ და შენ გინდა რომ სახე შეინარჩუნო, რამენერად უნდა ეცადო რომ ჯიბეში არავინ ჩაგისვას და ნავში არავინ ჩაგისვას რა და ხიბლში არ უნდა ჩავა. ხო, ხიბლში მაგაზეც მინდა აუცილებლად ვისაუბროთ, ანუ განწყობებზე და დამოკიდებულებებზე საქმის მიმართ რა. რეალურად ჩვენ ერთ-ერთი მთავარი რაც გვაწუხებს ეგ არის დამოკიდებულებები საქმის მიმართ. თუ დამოკიდებულება სწორი გაქვს საქმის მიმართ, შესაბამისად შენ აუცილებლად გექნება სამოქალაქო პოზიციაც და შინაარს მიყვები და არა რაღაც ტექნიკურად ასრულებ რაღაც საქმეს, ხო? ხო და ანუ იმას ვამბობდი, მე სხვაგანაც ბევრგან შემიმჩნევია, სხვადასხვა სამსახურებში შემიმჩნევია, ახასიათებთ ეგ მედიაში, არ ვიცი მე სხვაგან არ მიმუშავია, რომ
ყველა ეს მიჯდომები რაღაც ცალკე სივრცეებში ადამიანებთან ლაპარაკი, მუდმივად რაღაცა წახალისების მცდელობებიც რომ მოდი აი ვითომ მეგობრობები, ასე შემდეგ, ანუ ეგ არის პირველი სიმპტომი რა, ანუ მანდედან ხდება უკვე, რასაც მე ვეძახი ჟარგონზე ჯიბეში ჩასმას. და ეგ მუშაობს ბევრის შემთხვევაში და როგორც კი შენ ცდილობ დისტანცირებას და რაღაცა ცდილობ ეს ყველაფერი აკეთო კორექტულად, თან ისე რომ არც ვთქვათ აგრძნობინო რომ მე შენ რაღაცა გერჩი, მე ისინი თანდათან ეხსნებიან და დისტანცირებას მე ირთვება პრინციპი ჩვენთან არ არის, ჩვენ წინააღმდეგია. და უკვე ხდება დისტანცირება კი. ეს საერთო ის არის რა, საერთო ხაზი არის. როგორც მედიაში, ეს მედიაში არის გატარებული რისთვის და საიდან. ისევ და ისევ გავლენის გასატარებლად, პოლიტიკური გავლენის გასატარებლად, ხო? ანუ პოლიტიკური პროცესი მანიპულაციის საშუალება არის. მანიპულაციისთვის კეთდება ეს ყველაფერი და შემოდის რა, უნდაც ეს მანიპულაცია ნერგავს როგორც ასევე მედიასთან დაკავშირებით დამოკიდებულებაზე. მოქალაქეებში უნდა დაინერგოს ნიჰილიზმი, აუცილებელი არის ცინიზმი, რომ შემდეგ უკვე ნებისმიერი აი სურო ოქრო იყოს და ადამიანს მიცე ის ნიჰილისტურად და ცინიკურად დახვდება ამ ყველაფერს. ეს არის წლების პრაქტიკა, ხო მე საინფორმაციოში რომ მუშაობ თან წამყვანად, როდესაც ერთი გამოშვებაში ამდენი ახალი ამბავი უნდა წარადგინო, თან ისმენ ხომ ერე ყველაფერს. რაღაცნაირად ესე თვალსაჩინო იყო, როდის დაიწყო ეს გამწვავება, მაგალითად აი პოლიტიკური მანიპულაციების მათი განცხადებები რა ფორმით იყო აგებული, შემდეგ უკვე რა გადიოდა ეთერში და რისკენ მიდიოდა. ეს რაღაცნაირად კი გამოიკვეთა. ჩემ შემთხვევაში გამოკვეთილი იყო, რომ აი ნელ-ნელა ეს ამპლიტუდა უკვე ქართულმა ოცნებამ დაიჭირა. პოლიტიკური ბორდინგი ისეთი ქონდა, რომ მას უნდა გამოეწვია შემდეგ რაღაცა და რა გახდა ეს შემდეგ რაღაცა. ეს ნიჰილიზმი, რომ არაფერი არ გამოვა, თქვენ არ იცით, ჩვენ ვიცით და ცინიკური დამოკიდებულება, აგდებული დამოკიდებულება ნებისმიერი ოპონენტის მიმართ. დიალოგიც და დისკუსიაც და დებატი საერთოდ აღარ არის, პირისპირ არ ჭდებიან და მივიღეთ ესეთი მდგომარეობა. რასაკვირველია მედიაზეც ეს ყველაფერი მოქმედებს. ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი სარკისებრად ასახავს მთელ ქვეყანას. პატარა მოდელი არის. ის რაც ხდება გარეთ, აუცილებლად ხდება შიგნითაც და ყოველთვის ასე იყო, სამწუხაროდ. და ყოველთვის იყო ეს გავლენა. იყო ყოველთვის პერიოდები, როდესაც აი რაღაცა იცვლებოდა ქვეყანაში და იქაც თავისუფალი ჰაერი შემოდიოდა ისეთი, რომ აი ყველა აინთებოდა და მიდიოდა წმინდა პროფესიით გახარებული ხალხის ისეთი აჟიოტაჟიური მუშაობა, რომ აბა დილიდან ენთუზიაზმით რომ მოდიხარ, რომ მე ეს უნდა გავაკეთო. დაიყვანეს სადამდე. დილით მოდიხარ სამსახურში, ანუ საქმის დაწყებამდე ყავა, სასარგებლო, ლალალა, ლულულა დროის გაიყვან და მე რაღაცას დაგავალებენ. შენ წადი ეს ახლა გააკეთე ეს და ისაც გავაკეთებ, მე მოვალ ის. შესაძლოა საერთოდ არაფერში არ იყოს საჭირო, უბრალოდ რაღაცა თავი რომ იქნება რომ მუშაობ ხანდახან. მახსოვს ის პერიოდი, როდესაც მოვდიოდით თემები მოგქონდა და მოწადინებულები ვიყავით, რომ არ იქამე ეს უნდა გავაკეთო, მე ის რაღაცა უნდა ვიპოვო ისეთი რაც არ არის. ეხლა არის რუტინამდე გადასული ყველაფერი, რომ ტექნიკურად ეს უნდა გაკეთდეს, იმის გამო, რომ იქ დაგეგმილი არის უკვე, რომ ეს განცხადება დღეს გაკეთდება. მე ამაზე კომენტარები გავაკეთოთ, ხო? რა თემა უნდა აიწიოს. ის თემა, რომელზეც იქნება მორგებული ქართული ოცნების message box-ი, ის თემები უნდა აიწიოს. წამოვწიოთ, რომ მე მაყურებლამდე ეს message box-ი კარგად მივიდანოთ. რამდენიმე დღის წინ 3 მაისს იყო სოფლიო მედიის თავისუფლების დღე. და საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს წესით ამ დღის ყველაზე ნათელი მოკაშკაშე ადგილი, სადაც ამას ხაზგასმით უნდა ვამბობდეთ, რომ აი ეს არის, ამას ნიშნავს თავისუფალი მედია, ხო? შენ წეგან ახსენე, რომ ერთია ცენზურა, რომელიც ტელევიზიაში ტარდება და მართლა საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი და აქაც ვიტყვი, რომ იმედში არ არსებობს ქართული ოცნებიდან მოყვანილი ადამიანი, რომელიც ზის ბნელ ოთახში და რომელიც არის ცენზორი, რომელიც უცებ გეტყვის ესე არა. ამის საჭიროება ამისთვის არსებობენ საინფორმაციო უფროსები, დირექტორები, ხო, ანუ იგივე რაც მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის ვასილ მაყლაფერიძე. თუმცა ჩემ შემთხვევაში რაშიც მე ყველაზე მეტი პრობლემა დავინახე, იყო რომ დავკარგე აბსოლუტურად თვით შეფასება, ჩამერთო თვით ცენზურა
და ამას ვამბობ ხოლმე, რომ ზოგჯერ იმდენად მქონდა ეს ჩართული, რომ უბრუნებულიყო ჩემი უფროსი და ეთქვა, რომ ეს არავის დაუვალებია, აი მექანიკურად მქონდა ჩართული, ყველაფრის მეშინოდა და იმდენად, რომ რაღაც ინტერვიუ როცა ჩავწერე და მივიტანე და მკითხეს რა გითხრა რესპონდენტმა და მოვყევი, აღმოჩნდა, რომ ცალკეც მოусმენიათ და აი როგორ გითხრათ, თეთრზე შავი მიმტკიცეს, რომ შენ რაც შენ იყურით მოისმინე, ესე არ უთქვამს. ეს საშინელება იყო. ოღონდ როგორ მიმტკიცეს? ჯერ ხო ერთი მიმტკიცებდა, მერე მეორე შემოიყვანა ნუ თავის ასისტენტი. იმანაც მოისმინა და იმანაც კი, ანუ ყველამ გამამტყუნა. საშინელება იყო, იმიტომ რომ ეს კაცი აშკარად ამბობს არას და მეუბნებიან რომ არა სიტყვა არა რომ არ უთქვამს. ესე იგი არ უარყოფს. ეს იყო საშინელება. ოღონდ იმდენმა ადამიანმა მითხრა რომ მე ვტყუოდი, რომ დავიჯერე, რომ ეთყობა მე ვერ გამომაკ დასკვნები და ნუ მე მივხვდი რომ ყველაფერზე შიში დამეწყო. იქნებ მე ვერ ვიგებ, იქნებ ჩემშია პრობლემა. აი საშინელება იწყება უკეთ ადამიანურად განგრევს ხო ეს ყველაფერი. მაყურებლისთვის რომ იყოს კარგად აღსაქმელი, ჩვენ ისე არ მინდა ვისაუბროთ რომ ჩვენ გვესმის მედია და ხო, ანუ რომ გავშალოთ რას იწვევს ეს საზოგადოებისთვის, რომელიც უყურებს ტელევიზორს, რომ იქ მუშაობს ცენზურაც, თვითცენზურაც და მუშაობს მთელი სქემა, რაც წეღან თქვით. რითი უნდა დაიწყოს გამოშვება, რა დროს უფრო უყურებს მაყურებელი, იმ დროს რა თემა უნდა იყოს, ხო? ეგ ხო ყველაფერი აგებული სქემაა. უბრალოდ მაყურებელს ეს უნდა მიაწოდოს სწორად. აი ეს რომ კარგად ახსნათ მაყურებლისთვის როლი საზოგადოებრივი მაუწყებლის და აი ამ გავლენების ქვეშ როგორ ინგრევა მერე მისი ღირსება. ჩვენ უნდა კარგად ვთქვათ, რომ ანუ მოქალაქისთვის რას ნიშნავს, რა არის მედია საზოგადოებისთვის და რატო არის საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვანი. მედია არის მთავარი ფილტრი, რომელიც დგას პოლიტიკურ პროცესსა და მოქალაქეს შორის. როგორც კი ეს ამ ფილტრს არ მოული, ან გაიბიძნება, ან პირიქით ჩვენ თვითონ აკონტროლებ რა და როგორ უნდა გაატაროს, რეალობა მრუდდება. ეს არის манипуляция, პირდაპირი манипуляция, რომელიც მიმზან მიმართულად პოლიტიკური მიზნის მიღწევაზე არის ორიენტირებული და არაობიექტურობა პირდაპირ მიდის ტვინის გამოსარეცხად. რომ მაყურებელს დააჯერონ, რომ ვიღაცის მოსაზრება არის ფაქტი. რომ ეს არის უტყუარი. რომ ამას წყალი არ გაუვა. წეხანასაც ვამბობდი, რომ როგორი ფორმულირება გაუკეთოთ ამ ყველაფერს, რომ ხო რა დეზინფორმაცია, манипуляция, პროპაგანდა. ეს ფილტრი თუ გაფუჭდა რეალობა მრუდდება, ტვინი გამორიცხილი არის და აუცილებლად აი ინერგება ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს ჩვენ ახლა ქვეყანაში. რომ პატარა ერი ვართ. საერთო გვაქვს, აუცილებლად, ანუ საერთო გვაქვს და აფუძნება არა გვაქვს დაპირისპირების. ჩვენ შეგვიძლია ნორმალურად ლაპარაკით ამ საერთოზე შეჯერება და შეთანხმება. მაგრამ აუცილებელი არის ვიღაცისთვის, რომ საზოგადოება რომ იმართოს, უნდა დავხლიჩოთ, გავთიშოთ, დეზორიენტაცია გაუკეთოთ და ისე იმართება. შესაბამისად, აი ეს მოქმედებს. ჩვენ ვიღებთ იმას, რომ შეიძლება ერთი ოჯახის წევრები რაღაცა საკითხზე ჩხუბობდნენ. ჩვენ ვიღებთ საზოგადოებას, დაპირისპირებას ვიღებთ საზოგადოებაში. თან ვიღებთ ისე, რომ აი რადიკალურ ფორმამდე მიდის ეს ყველაფერი და უბრალოდ გაუაზრებთ, უარგუმენტოთ. ანუ აქ ეს კი არ არის სიღრმისეული ანალიზით და ერთი რაღაცა ფაქტის განხილვით გამოწვეული შედეგი. არამედ არის მიზანმიმართულად დროში გაწელილი მოქმედების შედეგი, როდესაც აი ეს პატარა დაპირისპირების მარცვლები ითესებოდა იმისთვის, რომ შემდეგ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი იქნება ისეთი, რომელიც დააზიანებს პოლიტიკურად ძალას, რომელსაც არ უნდა ძალაუფლება რომ დაკარგოს, ამ შემთხვევაში მაყურებელზე არის გათვლა ისეთი, რომ მაყურებელში უნდა გაჩნდეს აუცილებლად ცინიკური დამოკიდებულება და ნიჰილისტური, რომ ამ პროცესიდან არაფერი არ გამოვა და აი ეს რაღაცაც ოქრო რაც არის რეალობა, რაც არის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი არ უნდა იჯდეს ციხეში, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი არაფრით არც დაწერილი და არც დაუწერილი არგუმენტი არ არსებობს. იმიტომ რომ ეს როგორ გახდა, რა გახდა, აი მოდით აი მზია ამაღლობელის მაგალითზე განვიხილოთ, რა გახდა და სად გახდა ჩვეულებრივი ამბავი. ქალი დააპატიმრეს, რომელსაც არანაირი არგუმენტით არ ეკუთვნის ციხე. და ეს საქართველოში არის ჩვეულებრივი ამბავი. საქართველოში
სადაც ქალის კულტი გვაქვს. ენაში დედა არის ყველაზე მთავარ რაღაცეებთან ხო დაკავშირებული. ვამბობთ რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვარ. და ამ დროს ეგ ხალხი ჩვენ რაინდებზე და ღირებულებებზე გველაპარაკობთ. რომელ ფასეულობაზეც ამბობენ რომ ვიღაცა ცდილობს რომ გაგვიქროს და ჩვენ ვიცავთ, ამავდროულად აი ამ ფასეულობას საერთოდ ხაზი გადაუსვეს ისე და ამ პროცესით იქამდე მიიყვანეს რომ საზოგადოებაში ნაწილი მიიჩნევს რომ არა ის ციხეში უნდა იჯდეს. კი. აი ძალიან საინტერესო რაღაც ახსენე რეალობის გამრუდება და ნუ პრინციპში ამაზე ვსაუბრობთ, ხო? აი ამის დემონსტრირებისთვის მოდი აი ესე წარმოვიდგინოთ ამბავი რომ 5 წლის წინ პირობითად მაშინაც ხო ქართული ოცნება იყო ხელისუფლებაში, ხო? რომ გამოსულიყვნენ და ეთქვათ რომ ჩვენ ვაჩერებთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ანუ ფაქტობრივად ხო ეს არის 30 წლამდე თუ 28 წლამდე არ შევდივართ მოლაპარაკებებში. როგორი რეაქცია გექნებოდათ? როგორი რეაქცია ექნებოდა ამაზე საზოგადოებას? ამას საზოგადოება ვერ გაიგებდა, არ გაიგებდა და შეიძლება მომხდარიყო ის რომ ჩამოშლილიყო მთლიანად, შეიძლება რევოლუცია მომხდარიყო მართლა, ხო? ან პირობითად იგივე 5 წლის წინ და 6 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა 9 აპრილს რაც თქვეს. ან ეთქვათ რაც არ თქვეს. ხო, არაც არ თქვეს მართალი ხარ. ან რა ვიცი, ანწუხელიძე და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცის ჩამოთვლა შეგვიძლია. მაგრამ მე მინდა საუბარი წავიყვანო, იცი სადაც ჯერ არ ვართ და ერთ მაგალითს მოგიყვებით, რომელიც მე ჩემი თვალით ვნახე თურქეთში. ვიყავ მიწისძვრის აი ეს ძალიან დამანგრეველი მიწისძვრა რომ მოხდა. იქ 5 დღე გავატარე და შევესწარი ეს ამბავს, რაც მე არც ეთერში მომიყოლია სადმე და არც ესე საჯაროდ არც დამიწერია. ძალიან სიმბოლური რამე მოხდა. ვიყავით ადიამანში, სადაც ანუ მიწასთან იყო გასწორებული მთელი ქალაქი და ღამე სიბნელე შეიკოცონი ალაგ-ალაგენთო და ხალხი სად იყო იქ ასე ვიგებდით რომ საიდანაც სინათლე მოდიოდა და მივდიოდით და ერთ-ერთი ასე ნუ ინტერვიუებს წერდით ეს ხალხი როგორ იყო გაინტერესებდა და ამ მომენტში ატყდა ჩხუბი ქუჩაზე, დანგრეულ ქუჩაზე, სადაც ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც იყო მხოლოდ ნანგრევები და ცხედრები ამ ნანგრევებში და რომ გამოვარკვიე რატომ ჩხუბობდნენ ეს ადამიანები. იყო პოლიტიკური ამბავი, რომ ერთმა პრეტენზია გამოთქვა, რომ რატომ არ მოვიდა ხელისუფლება დროზე, რატომ არ მოხვედა და რატომ ვერ გამოვიყვანა ჩემი დაღუპული, რომელსაც 4 ადამიანი ყავდა ოჯახის წევრი დაღუპული და მეორემ, რომელიც ასევე იგივე სიტუაციაში იყო და ქუჩის მეორე მხარეს ცხოვრობდა, ამას დაუწყო ჩხუბი, რომ როგორ გაბედა და როგორ ამოიღო ხმა რეჟიმის თუ რა ვიცი პოლიტიკური მართლობის წინააღმდეგ. ანუ წარმოვიდგინოთ, ანუ ეს იყო ეხლაც შრუმანტელი მივლის მართლა, როცა მახსენდება ეს ამბავი რა. ეს იყო რაღაცა სასწაული სანახაობა, ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება დანგრეული ჰქონდათ, არა პირდაპირ გაგებით ცხოვრება ჰქონდათ დანგრეული და ერთმანეთს ეკამათებოდნენ და მთელი ეს ენერგია და აგრესია და ეს ბრაზი რაც ჰქონდათ, გადაქონდათ ერთმანეთზე კარგი იყო ხელისუფლება თუ ცუდი. ანუ ეს იყო კატასტროფა, ანუ ეგეთი მძიმე პოლიტიკური რაღაცა საფუძვლით ადამიანების დაპირისპირება მე სხვაგან არ მინახავს და ეგეთი ტრაგიკული ამავდროულად. აი ეს არის ჩემთვის სწორედ რეალობის გამრუდება, როცა შეიძლება მაგდონემდეც კი მივიდეს, რომ აბსოლუტურად რაღაცა ღირებულებების, ფასეულობების მართლა რაც არის მნიშვნელოვანი, იმის გადაწონა ხდება პოლიტიკური დღესწესრიგიდან გამომდინარე. არ ვიცი. ხო და ანუ ალბათ რაღაცებზე სულ ვამბობთ ხოლმე რომ აი ჩვენ რომ არ წარმოგვედგინა და დღეს რომ ხდება. არ ვიცი, მე ხანდახან ვფიქრობ ხოლმე კიდევ რა არ წარმოგვიდგენია და რა შეიძლება ხვალ მოხდეს და ამ ბოლო გამოცდილებიდან გამომდინარე საერთოდ არ გამოვრიცხავ რომ ამ ქვეყანაში რაღაცები სწორედ ისე მოხდეს ყველაზე ცუდ გამოცდილებას რომ გაგვახსენებს ან ცუდ რაღაცა სიზმარში წარმოგვიდგენია. აქედან გამომდინარე, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩემი აზრით მედიის, კრიტიკული მედიის ჯერ ეს ტერმინი რატომ დამკვიდრდა, ხო? ან ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგები ეთანხმები მედია არის. მედია ჟურნალისტიკა შეიძლება იყოს ან კრიტიკული, ან კონსტრუქციული, ან თავისთავად მოიცავს რომ კრიტიკულიც არის, კონსტრუქციულიც არის. ხო და ანუ როდესაც ამბის თხრობა ხდება მხოლოდ რაღაც პრესსამსახურის დანამატის დონეზე
შესაბამისად იკარგება ამ პროფესიის ფუნქცია და შესაბამისად მრუდდება ამბები და მე ადამიანები ჩვენ ხო ხედავთ ჩვენ გარშემო ვინც ადევნებთ ახლა სატელევიზიო ეთერებს თვალს ხო ადამიანები არიან უბედური არ მუშაობენ და ამბობენ რომ ხელფასი გაიზარდა ეს ძალიან კარგი გაეზარდათ ხო ანუ თავად გაეზარდათ მაგრამ არ მუშაობენ რაღაცა ილუზიაში ცხოვრობენ ადამიანები და ასე ხდება ეს გამოცდილებები არსებობს სხვაგანაც და არ გვინდა რომ ჩვენ მაგ დონემდე მივიდეთ ალბათ ეს არის ხო ჩვენი ამოცანა ასე ვთქვათ რაც გადასაჭრელია აქვე ჩვენი ეთერი გამოვიყენოთ იმისთვის რომ ცოტა ხნის წინ თავარი არხი დაიხურა და არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციას რაღაცა პოლიტიკის გამტარი იყო ეს არხი თავარი არის ჩემთვის ის რომ ერთი პლატფორმა სადაც შეიძლებოდა რომ ადამიანი მისულიყო თავის წუხილი ეთქვა და ჟურნალისტი მასთან ერთად დამდგარიყო და სადღაც სიმართლე ეპოვა ერთი ეს რაღაცა ნათელი სანთელით სამწუხაროდ ჩაქრა და სოლიდარობა მინდა გამოუცხადოთ ჩემ კოლეგებს, მეგობრებს, რომლებიც ამ არხზე მუშაობდნენ და თან როგორ ნოლიდან უცებ დაიწყეს ყველაფერი. თუმცა მივდივართ იქითკენ, აი ფორმულაზე ცოტა ხნის წინ გადაცემა დაიხურა. მივდივართ იქითკენ, აი რაც შენ თქვი, რომ გრძელვადიან პერიოდში ხდება ეს ყველაფერი, რომ თუ ჩვენ წინა ხელისუფლების დროს ვნახეთ დახურული, ფიზიკურად დახურული ტელევიზიები შევარდნით და დარბევით, ქართულმა ოცნებამ შეძლო, რომ ეს ყველაფერი დროში ისე გაწელა, რომ ახლა არხი იხურება ფინანსური პრობლემების გამო. რატომ? იმიტომ რომ მაშინ ამ ხისტ გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს შესაბამისი ხისტი პასუხიც მოყვებოდა. მე რასაც ვაკვირდები, არის ხისტი ნაბიჯები იდგმება, უბრალოდ შემდეგ ისევ უკან შერბილება ხდება. გამკაცრება შერბილება. ნელ-ნელა მე ჯერ კიდევ არ მაქვს პასუხი კონკრეტულად, ანუ იქაც ხო რატო დაიხურა რეალურად თავარი არხი. ის რაც ვიცით, ის არის, თუ რეალურად იმის უკან რაღაცა იყო და რეალურად იმის უკან ყოველთვის რაღაცა არის. ჩვენი ფუნქცია ეს არის, რომ აი იმის უკან თავარი ვიპოვოთ და იქიდან ამოვიდეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ახლა აი ესეთ ვითარებაში საზოგადოებრივ მაუწყებლის როლი ერთიურად იზრდება. თუ არა თმაგდება, რომ მან უნდა შეინარჩუნოს რა ეს ყველაფერი, არ დატოვოს ადამიანი ობიექტური ინფორმაციის გარეშე. კერძო ტელეკომპანიებს აქვთ უფლება, კერძო შეიძლება ესე მოხდეს. მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ ჩემია. მე რო ეხლა ტელევიზია მექნება და მე თუ მექნება რაღაც წარმოდგენები, მემარცხენე ან მემარჯვენე შეიძლება რომ აი მემარჯვენე მიმართულების მედია გავაკეთო ან მემარცხენე ან ცენტრისტული. ხო, ეს კანონით დასაშვები არის. მაგრამ კანონით დაუშვებელი არის, უნდა იყოს ჩემი აზრით დაუშვებელი აი ეს შეძახილმა ხე გაახმოს პრინციპით მანიპულაცია. მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი არაობიექტურობაზე გადის და მიზანიც ეს არის, რომ სწორედ არაობიექტურობით ჩვენ ვიღაცამ გაგვიმრუდოს რეალობა, რომ შემდეგ ადვილი სამართავები ვიყოთ. ეს ხდება ახლა სოლიდარობა მთავარი არხის ჟურნალისტებს გეთანხმები, რომ არ აქვს მნიშვნელობა იმას. თავად ის ფაქტი, რომ საქართველოში აი ესეთ პროცესში ესეთ დროს, როდესაც პირიქით ბევრი უნდა ვილაპარაკოთ იმისთვის, რომ შევთანხმდეთ, იხურება სივრცეები, სადაც ეს ლაპარაკი შესაძლებელია. საზოგადოებრივ მაუწყებელზე როგორ არ უნდა იყოს, ანუ რეალური სივრცე დაიწყო პირველი გადაცემა 12 წლის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით იყო და ბოლოც ეგრე იყო რა. მთელი ეს 12 წლიანი ისტორია არის იმაზე, რომ რაღაცნაირად სივრცე იყოს, ეს სივრცე პირიქით ახლა დაიხშო და არ არის არანაირი ისა, არა და გვაქვს გამოცდილება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია ამის გაკეთება. ისეთი ხალხი მუშაობს, ისეთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გვაქვს, რომ აი შეუძლებელს შეძლებ. თავარია ნება არსებობდეს, ეს ნება არ არსებობს. იმისთვის რომ რა დასკვნები ყველამ თვითონ უნდა გამოიტანოს, მაგრამ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. მომეცი მედია და ყველაფერს გავაკეთებ, თუ სრულად გავაკონტროლებ მედია, შემდეგ უკვე ყველას დავაჯერებ, ხო? შემიძლია დავაჯერო ყველაფერი. საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი ასევე და ბოლო დროს მე მგონი ყველაზე მეტი ნახურებადობა ქონდა არხს, როცა პროტესტი უკვე უშუალოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის გარეთ დაიწყო და ძალიან ისეთი ეთერები იყო მაშინ აი შენი შესვლაც პირდაპირ ეთერში, ხო? თინა ბერძენიშვილთან იყო. ყველა ნახეთ, მე მგონი არ არსებობს არავინ, ვინც ეს ვიღაცა ვისაც არ უნახავს. თითქოს ეს ყველაფერი მაშინ კარგად მიდიოდა. რაღაცნაირად თითქოს აწყობილი სისტემა იყო, რომ ადამიანებს ეთმობოდა. ჩემთვის ძალიან ცოტა იყო 40 წუთი თუ 45 წუთი მთელი დღის განმავლობაში რომ ეთმობა ადამიანს, ზოგადად ძალიან ცოტაა, მაგრამ ნუ რაღაც იმედის ხივი გაჩნდა, რომ აი აქ გაისმებოდა რაღაცა წუხილები ადამიანების. თუმცა მე ეგეც გაჩერდა.
და იმ დონეზე გაჩერდა, რომ მე მაგალითად ვიდექი იმ აქციაზე, სადაც შალუტაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ სტუდენტები, მერე იქ რაღაცა ტელეფონების გარეშე შეიყვანეს სტუდენტები, რომ მოლაპარაკებები გაემართათ, რომ აი კვირდებით, რომ 2 დღეში თუ 3 დღეში დაგსვამთ შალუტაშვილთან, მერე არ მივიდა ეს შალუტაშვილი მოკლედ საერთოდ ამ ინტერვიუზე და ახლაც პატიმრების ოჯახის წევრები ითხოვენ ეთერს და საზოგადოებრივი მაუწყებელი ამას ეძახის მითითებას. რომ ისინი არ შეასრულებენ გარე მითითებას, ხო? ამ დროს მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების ხშირი ინტერვიუები და საზოგადოებისთვის ამბის მიტანა სწორედ პატიმრების ოჯახის წევრების არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ისინი უფრო მეტ რამეს ამბობენ და გარდა მაგისა თათო ძალიან საინტერესო რაღაც თქვი რა, მართლა გაცოცხლდა მაგ პერიოდში საზოგადოებრივი როგორც არხი, ანუ საზოგადოების ყურადღება მაუწყებლის მიმართ, ხო? ანუ ამის შესაძლებლობას იძლევა. ერთიათად გაიზარდა პროტესტის მონაწილეები, როდესაც არჩევდნენ რესპონდენტებს და უშვებდნენ, ხო? მე მგონი 60-მდე ადამიანი თუ 60-ზე მეტი ადამიანმა ისარგებლა ამ ეთერით. უმეტესობა აღნიშნავდა, რომ ანუ ისინი მათთვის დახურული არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. პასუხი იყო, რომ აი სიუჟეტში კომენტარი ხო იყო თქვენ. ანუ სიუჟეტში კომენტარი არის გამართლება სადღაც 10 წამს რომ დაუთმობ ადამიანს, რომ ახლა შესაძლებელი არის აი ესეთიდან გამოჩნდა რა ხალხიც არის, ხო? გამოჩნდა ის საუბარი ლაპარაკი და ხალხს დააინტერესა ეს. და თურმე არგუმენტებიც არსებობს, სულ უარგუმენტებად შეიძლება წყნარად ამ არგუმენტების, არის ესეთი ხალხი, მაგრამ ესეთ ხალხს არ ეთმობა. შემდეგ უკვე მიხვდნენ, რომ სავარაუდოდ რომ ამას იმხელა გამოხმაურება ქონდა, ყველა გადაზიარება ქონდა სოციალურ ქსელებში, რეგიონებმა, გამოსვლებს, ფიჩებს ხალხს. საზოგადოებრივი მაუწყებელი რეგიონალური დაფარვით ხო ყველაზე ძლიერი არის, შესაბამისად რეგიონებში ხალხმა მოისმინა ეს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი უკვე ხო სააზროვნო იმას ქმნის და შესაბამისად ამის დახშობა შემდეგ მალევე მოხდა. და ახლა ვიხილეთ როგორი კონტინგენტი, რომ გარკვეული როტაცია, გარკვეული ისეთი სტუმრების რა, სასურველი სტუმრების როტაცია და ის ხალხი მაგალითად რომელიც ადრე აი 60 კაცი რომელიც შევიდა, აი რა პატა ზაქარიაშვილმა თქვა, მე მგონი რომ რამდენიმე წელი 3-4 წელია საერთოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ ყოფილვარო. არის ხალხი ვისაც არ გადაურთავს და მართლა ახლა გადართო ამასთან. და ამან პირიქით, ამან რეიტინგი აუმაღლა. ესით უნდა უნდოდეს ტელევიზია. ეს პროცესი მინდოდა რომ ეს კომერციულადაც გნებავთ თუ რეიტინგის თვალსაზრისით ანუ დღეს ესე იგი აი ერთი მხარი არის ხო აი ოპოზიციური მედია გვაქვს, პროსახელისუფლებო მედია გვაქვს, ხო? და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეს არის იდეალური ველი, რომ გაიჭრას და გახდეს საქართველოს ფლაგმანი მედია, წამყვანი, რომ გაინტერესებს ახალი ამბავი საზოგადოებრივზე უნდა გადართო, გაინტერესებს გამოძიება საზოგადოებრივზე უნდა გადართო, გაინტერესებს დოკუმენტალისტიკა, თუნდაც არა დოკუმენტალისტიკა, რომელიც გადაღებული არის სადღაც პინგვინებზე, არამედ დოკუმენტალისტიკა, რომელიც ჩვენ რეალობას ასახავს და ჩვენ გამოწვევებს გვაჩვენებს. ეს ყველაფერი ამის შესაძლებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და სწორედ ამიტომ არის ესეთი გაცხარებული ბრძოლა მაუწყებელს. ამის საპირისპიროდ შენი შეფასებით რა არის და როგორ გამოიყურება დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი? ბოლოს რო უყურე ესეთი საბეჭდილება გაქვს რა, რომ აი გარეთ ქარიშხალი რო იყოს და აქ მშვიდად უყურებ რაღაც დოკუმენტური ფილმი არის. იქ მე გაიგებ ერთი 10-15 წამით რომ რუსთაველი კვლავ გადაიკეტა და აქცია გაიმართა. თუმცა 15 წამით შეიძლება ის მოთხოვნები რაზე იყო აქცია, არა, მაგრამ ნუ აქცია ხო გაშუქდა. ანუ ყველაფერი კარგად არის და შვიდად არის ყველაფერი. აი დამშვიდდები და პროცესს გამოეთიშები და ის პროცესი წავა. მაგრამ იმ პროცესს ვინ მართავს ახლა, ნუ ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის, ვინც საინფორმაციოში ვიყავით, ხო ყველაფერი ნათელი არის. რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად შეძახილმახე გაახმოს. პრინციპით მიდის, ოღონდ ამ სიტყვით შენ რაც თქვი რომ ვერ წარმოგვიდგენია ისეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს, რომ ის შეიძლება წარმოუდგენელი იყოს, რომ მოხდარიყო. რამდენიმე წლის წინ ესეთ განცხადებებს, რომ აი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მარტო რუსები კი არ იყვნენ იმ რაზმში. რომელმაც 9 აპრილს იქ ისინიც იყვნენ. ანუ გავაუბრალოთ ის რაც მოხდა 9 აპრილის მნიშვნელობა გავაუბრალოთ. რუსეთის ბრალი არ იყო იმითი რომ ანუ კრემლს შეუმსუბუქოთ ახლა ის. იმითი რომ იქ შეიძლება ეთნიკურად ვიღაცა სხვა ყოფილიყო, მაგრამ შედეგი რა არის ამ ლაპარაკის, რომ ვიღაცა რო ისმენს, ის ტელევიზორში შეიძლება არც უყურებს,
უბრალოდ ისმენს, მან ყური ამას მოკრა და სადღაც შეიძლება ერთ კვირაში ან სადღაც სუფრაზე ეს თემა რო წამოტივდება და დაიწყებენ ამაზე საუბარს, ის უკვე საკუთარ აზრად ან მოსმენელს გააჟღერებს, რომ მართლა იმაში ეხლა რუსები ხო არ იყვნენ არა? კი. ის კიდე რომ ეს იყო მიზანმიმართული დარბევა კრემლიდან ნაკარნახევი, რომ აქ უნდა ჩაეხშოთ, თან სისხლით უნდა ჩაეხშოთ, იმიტომ რომ ხალხი არ გამოსულიყო და ეს პროტესტი მოეკლათ და როგორ კეთდება, რა სისასტიკე იყო და როგორი დამოკიდებულება იყო. ამას აუბრალოებით. ბევრ ყველაზე მნიშვნელოვან და ფასეულ მიმართულებებზე და საკითხებზე არის ესეთი დამოკიდებულება. გააუბრალოე და ცინიკური დამოკიდებულება არის. შემოტანილი არის მანიპულაციითა და პროპაგანდით, რომ ეს შემდეგ ცინიკურად აიგდო ეს საკითხი, მნიშვნელოვანი საკითხი, გავაიბუროთ, გავაუბრალოთ, აღარ მივაქციოთ ყურადღება და ის ვერ გახდება აქტუალური. ხალხი მას აღარ მიუბრალებს. ვასკა, მე თუ სწორად მახსოვს, სპეციალურად დამირეკა მეგობარმა და მითხრა, რომ უყურე ახლა 6 საათიან მოამბეს, ვასკა მე მგონი ადგა ეთერიდან. ეს მახსოვს რაღაცა, იმიტომ რომ უკვე იმ ტექსტების თქმა დაიწყე, რომელიც აღარ აღმოჩნდა სასიამოვნო შენი მენეჯმენტისთვის და შესაბამისად პარტიისთვის. აქამდე ხო ეს ერთ დღეს არ მისულ ხარ, ასე უბრალოდ ხო უცებ ხო არ მიხვდი რომ ყველაფერი. მანამდე როგორ ხდება პროცესი? აი წეღანას თქვი რა, მე გამომიცდია რას ნიშნავს ცენზურა, მითითებები, კონკრეტული ფრაზების თქმა, რომ მოდი ვიცი ხოლმე ამ მაგალითის მოყვანა, დღემდე ვერ ამოხსენი, რატომ არ უწოდებდნენ სალომე ზურაბაშვილს პრეზიდენტს? აი მართლა ვერ ამოხსენი. ტავტოლოგია დაგეშვა, ოღონდ არ უნდა გეთქვა რომ პრეზიდენტია და ვერაფრით ვერ ხვდებოდი რატომ. გაუბრალოება. ხო, მაგრამ როგორ ხდება ეს შენ შემთხვევაში? აი მაგალითები თუ შეგიძლია მოგვიყვე, აი ეს მითითებები, როგორ უნდა მოიხსენიო, იმიტომ ერთია რასაც რესპონდენტები ამბობენ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ მედიაში ჟურნალისტები ზუსტად ისე საუბრობენ, როგორც საუბრობენ ქართულ ოცნებაში. ჩემ შემთხვევაში საბედნიეროდ ასეთ რაღაცებს ადგილი არ ქონია. სავარაუდოდ, იმიტომ შეიძლება ესეთი ერთი ითქვას, რომ აი ადამიანმა მითხრა ეს მოსაზრება, რომ შენი და ზაუდაშვილის რეალური სივრცეო ჩემი 6-იანის ინტერვიუების ბლოკი იგულისხმებოდა, არის ისო, რითიც ამბობენ, რომ ჩვენ რა ისახილისუფლებო აგერ აი, როგორი გადაცემები გვაქვს და რეალურად ამითი რაღაც ეტაპამდე თავს იმართლებდნენ. მაგრამ როდესაც აი უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შარშან წინა საარჩევნოდ რაღაცა ის ხის პოლიტიკა უნდა გატარებულიყო და არაფერს არ უნდა შეეშალა ამისთვის ხელი, ჩემი 6-იანის ინტერვიუების ბლოკი, ის რომელიც რამდენიმე წლიანი პროექტი იყო, დამატება 6-იანზე ნიუსი და ინტერვიუები, სადაც აუცილებლად იყო ერთი უმრავლესობის წარმომადგენელი ქართული ოცნებიდან და ერთი აუცილებლად იყო ოპოზიციის წარმომადგენელი. ის ბლოკიც კი ჩაიხსნა. ჩემ შემთხვევაში როგორ კეთდებოდა, ანუ რომ დავაკვირდი მერე და უფრო მეტად გავაანალიზე და გავიხსენე ყველაფერი. ვიყავი თქვათ ცხრიანი მოამბის წამყვანი, ხო? იქიდან მომხსნეს. მერე მქონდა მოამბე კვირას ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად პროექტი ისე დახურეს და სხვა ისე დაამტკიცეს, რომ მე არც ჩამაყენეს საქმის კურსში, უბრალოდ ფაქტის წინაშე უნდა დავეყენებინე თათმირზე, არც მიმიღია იმ თათმირში მერე საბოლოოდ მონაწილეობა. ყველაფრიდან მერე აი მომხსნეს. ანუ მითითებებს რადგან ვერ გაძლევდნენ, თვითონ გაგწიეს უკან ესე გამოვიდა. ნელ-ნელა, მერე 6-იანი, მერე უკვე 6-იანზე სუბორდინაცია უნდა დაიცვა, ვერტიკალი არის პროდიუსერმა ვერსკა გააკეთა იმაში რაღაცას თუ შეცვლით, თორე ის რომ მე თემა დავამუშავებინო, მასე რაღაცა ანუ არ იყო რა, არასდროს. აი ესე ველის შეზღუდვით. სტუმართანაც, ეხლა სტუმართან არასდროს არ ყოფილა ის, რომ კი, იყო თხოვნა, რომ აი გეხვეწები ალაპარაკე. ანუ თავიდან როდესაც ეს სტუმრის ბლოკი დავიწყეთ, რასაკვირველია, მინდოდა რომ აი hard talk-ი ყოფილიყო, იმიტომ რომ მცირე დრო იყო, ამ მცირე დროში რაღაცა შედეგი რომ მიგვიღო, მინდოდა რომ ეს ინტერვიუები ყოფილიყო, საკმაოდ ისეთი ბლიცი გამოსულიყო, კონკრეტული ყოფილიყო. იყო თხოვნა რომ აუ გეხვეწები რა ალაპარაკე. შემდეგ ამ გეხვეწები ალაპარაკეში გამოიკვეთა ის, რომ message box, როდესაც მაგალითად უმრავლესობის წევრი იტყოდა, ძალიან ბევრს მოსდიოდა ის, რომ არ იცოდა რა ითქვა შემდეგ. და ისევ ერთ წრეზე ტრიალებდა. ეს რო აღმოვაჩინე. და შენ ვარდებოდი უხერხულმდგომარე. არა, მე არა, მე პირიქით, ანუ ეს რო აღმოვაჩინე, რაღაცნაირად ხრიკად დავიწყე რა, რომ ერთი არის რომ ანუ
კითხვა დასვა, მეორე არის რომ პირიქით დრო მივეცი რომ ანუ ილაპარაკონ და მე იყო ის ხო, იბოქსაოს ხო, რა გამოჩდება რას რეალურად ეს ადამიანი დამახსოვრებულ რაღაცას ლაპარაკობს, თუ იგი აზროვნებს და იდეით იმაშვება და განიხილავს და სიღრმეში შეუძლია წავიდეს და გაშალოს თემა, არა, ყველა და თან შენც ვერ დაგბრალდებოდა ის რომ მე იყო რომ ბიჭო რა მეკითხე კითხავ, მაგრამ ერთი წამით ჩემ შემთხვევაში საბედნიეროდ ეს არ იყო, თუმცა ჩემ შემთხვევაში რაც იყო ეს რომ აი ნელ-ნელა ამ გადაცემიდან მე მოვხსნიდნენ იქიდან და ესე გზა გავიარე, ყველა გადაცემაზე ვარ ნამუშევარი, ყველა იმაზე დილა იქნება, შუა დღე იქნება, ღამის 12 საათი, ცხრიანი მთავარი გამოშვება 6-იანი. შესაბამისად აი ესე იყო მე უკვე განხილვით შეიძლება რაღაცებზე, მაგრამ ესე მითითება რომ რაღაცა თქვი, ესე თქვი, იმას ესე უწოდე. შიდა კამათი არისო ხოლმე. ჩემ შემთხვევაში არავის არ შეუძლია თქვას და პირიქით ყველა შეუძლია თქვას რომ მე ყოველთვის შეგნით ლაპარაკობდი. ყოველთვის იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მაინტერესებს მიყვარს ჩემი პროფესია, მაინტერესებს პროცესი რომელიც მიმდინარეობს და კრიტიკულად თუ არ მიუდექი, შედეგს ვერ მიიღებ, ხო, ვერ ჩახვალ ყველას უღუნდათ. არა მარტო ერთ მხარეს, ანუ ყველასთან უნდა იყო კრიტიკული. ხო, იცი რა არის ამ პროცესში, მაყურებლისთვის რომ თქვა, სულ მაქვს რაღაცა სინანულის განცდა რასთან დაკავშირებით, იცი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ახლა რომ საზოგადოებისთვის ეს რამდენად დამაზიანებელია, რაც ხდება. თვითონ მედია ბაზარზე არ არის ხალხო საქართველოში ბევრი პროფესიონალი. ანუ პატარა ბაზარია საქართველოში მედია ბაზარი, ხო მეთანხმებით არა? აქ არიან ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში რაღაცეები შექმნეს, აშენეს, თავისი რეპუტაცია შექმნეს და ვიღებთ ასეთ მოცემულობას, რომ ძალიან ბევრი დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი რჩება პროცესის მიღმა და ეს ძალიან სევდიანი არის. მეორე მხრივ ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ესე წვეთ-წვეთად ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი რეპუტაცია ააშენეს, ახლა იყენებენ თავის სასარგებლოდ და ზოგი შეიძლება ვერც კი ხვდება ისე ანგრევენ მათ რეპუტაციას, რომ შეიძლება ხვალ საერთოდ პროფესიაში მათი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგეს და თვითონვე ძალიან დიდი უხერხულობა დახვდეთ საბოლოოდ, როდესაც მივლენ მაგ ეტაპზე და ამ ყველაფერთან ერთად არის კომპეტენციის ნაკლებობა შემოდის, იმიტომ რომ კადრების მუდმივად გადინება ხდება. მე მგონი რომ ეგეც უნდათ, რომ ადამიანურად არის ძალიან სევდიანი, როდესაც პროფესიონალი არამედ ერთგული კადრი უნდა. ხო, ანუ ეგ არის რა, პრიორიტეტი არის არა კომპეტენცია, ხშირ შემთხვევაში არამედ არის დამჯერი იყოს და ჩაგძახრასაც ჩაგძახებ. აიმეოროს და ან დიდი ხიბლი რო აქვს ჟურნალისტიკას, თუ ისეთი კადრი არის, რომელიც აი ამ ხიბლის ქვეშ არის, ის განსაკუთრებით ის არის რა. ხო, ჩვენ გვერდზე ვაკვირდები ხოლმე იმას ანალიტიკას, ვინ გვიყურებს და რა ასაკი და მათ შორის პატარებიც ანუ პატარა ასაკის ხალხიც გვიყურებს და შესაძლოა იყოს ახალგაზრდებისთვისაც საინტერესო, ეხლა რასაც ვამბობ და ამას მიზანმიმართულად ვამბობ რა, რომ თუ მოგწონთ ეს პროფესია და მიგაჩნიათ რომ საჭიროა, უნდა დაფიქრდეთ ამაზეც, რომ ეს ხალხი, ვინც მართლა ძალიან იგივე მთავარი არხი დაიხურა, ხო, ვიზ ვლაპარაკობთ ახლა უდიდესი გამოცდილების მქონე ხალხი, ამ წუთას არის დარჩენილი სამსახურის გარეშე და თუ ასე გაგრძელდა პროცესი, ხალხი უბრალოდ, არ ვიცი, საბოლოოდ სადამდეც შევძლებთ ასე რაღაცებს გავაკეთებთ, არ ვიცი რას. ჩვენ პროფესიას ვკარგავთ. კი, კარგავთ. მეც ძალიან გული შემტკივა ამაზე, რომ ჩვენ პროფესია გაგვიუქმნა. ასევე მე ძალიან გული მწყდება იმ ადამიანებზე, რომლებიც აი რაღაცა წლობით ნაგროვებ აი ამ რეპუტაციას, აი ესე წყალში ყრიან. კი, შეიძლება ისინი რაღაცა სარგებლოს ნახულობენ ახლა რომ ამჟამინდელი პოზიციით და შეიძლება იყოს კი მესმის რომ რაღაც მატერიალური ის არის და ყოველას ვალდებულებები აქვს, მაგრამ პროფესიულად ყველას ვიცნობთ ხო ეხლა ამ წელია მედიაში ვარ, ყველას ვიცნობთ, ყველა ვიცით ვინ არის, როგორ არის, რა არის. ძალიან გული მწყდება, რომ იმას უყურებ, რომ აი ახლა ხალხთან ურთიერთობა მქონდა, ეს ხალხი ამ პროფესიაში არის, აგროვეს, აშენეს და ახლა შეიძლება სამწუხაროდ ვიღაცამ დააჯერა რაღაცა და ისინი ამ ყველაფერს ხას უსვამენ. სხვათა შორის მე როცა ვსაუბრობ ხოლმე მითითებებზე და მე ხშირად ვსაუბრობ ამაზე, იმიტომ რომ მგონია რომ პროპაგანდა ყველაზე
საშინელი რამ არის, რაც ახლა მოქმედებს საზოგადოებაზე და ყველანაირად ვცდილობ რომ ამას ვებრძოლო და ადამიანებს ვხსნი რომ მე თავად ვიყავი ამის ნაწილი. შეიძლება მე ძალიან სუდი პროპაგანდისტი ვიყავი, შეიძლება, მაგრამ ნანახი მაქვს ეს როგორ კეთდება, სქემა ვიცი ეს როგორ კეთდება და სხვა შორის ნათი ათოიძე იყო ჩემი საინფორმაციო უფროსი რაღაც პერიოდი, ყველაზე ცოტა ხანი სხვა შორის ვიკამათეთ თემაზე, სადაც მე ვთქვი, ძალიან ვეცადე აქტიანად მე თქვა, რომ ტყუილის თქმას მავალებდა, იმიტომ რომ კონტექსტიდან ამოგდებულ წინადადებას მაძლევდა და მე მომეჩვენა, მაგრამ აშკარად მისაყვედ, თავიდან მეგონა რომ მომეჩვენა, აშკარად მისაყვედურა, რომ მე შენ რაც აგიხსენის, რატო გადაამოწმეო. და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ. ოღონდ მაგის მე რომ ამბობდი კომპლიმენტი გახდა ჩემთვის ეგ რომ მაშინ მითხრა რომ თათო პრობლემაა შენ როგორც აზროვნებ და დაახლოებით 6 თვე საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია ტელევიზიაში. მივდიოდი, თან არაჩვეულებრივი დისციპლინური მოსწრება მაქვს, იმიტომ რომ ყველაზე ადრე მივდიოდი და ყველაზე გვიან მოვდივარ. ყველანაირი წიგნი რაც მინდოდა რომ წამეკითხა, სერიალები ვნახე, ოღონდ მივხვდი რომ ეს იყო აუტანელი პაუზა. იმიტომ რომ გარეთ ყველაფერი ხდება, შენ ერთი სული გაქვს რომ ამის მონაწილე იყო და ჟურნალისტიკის ხიბლი მე მახსოვს ერთხელ მკითხეს რომ აი რა მუღამი აქვს იმასო რომ შენო ბედნიერი ხარ რომ პირველი შენ გამოაცხადე ამბავე და მეოთხე აი მაგ მუღამს თუ ვერ იჭერ ამ პროფესიაში ვერ ხარ. აზრი არა აქვს რომ აი ჩემი კითხვის პასუხი იყო ეს და აი ნახე აი რა მაგარია ეს თუ არა გაქვს ნუ ხა მაშინ არ უნდა იყო ამ პროფესიაში. ხო და ხშირად კომენტარებში მიწერენ ხოლმე და კი ვცდილობ რა ახსნა, მაგრამ მაინც თქვენც რო დამეხმაროთ როგორც ამ ხელა გამოცდილი ხალხი. მეუბნებიან ხოლმე რომ რა მითითებებზე ლაპარაკობ, კაცო, BBC-ც ასე იმართება. აბა CNN-ზე გადართე. მაგას მარტო რუხაძე უყურებს. ბრიტანულ სტანდარტს ხო გადადის. ხო და აი სულ მინდა ხოლმე ახსნა რომ ხალხნო აქ მითითებებზე კონკრეტულ დავალებებშია პრობლემა და არა ის რომ მე მაწუხებს რომ ეთერში პრემიერ-მინისტრი ჩანს. რა თქმა უნდა ჩანდეს. მითითებებზე როა პრობლემა და რაღაცნაირად აი ჩვენი მაყურებლისთვის რომელმაც არ იცის ეს მედია კიდე ერთხელ არ მინდა რომ შინაურულად ისე ვილაპარაკოთ. რო ახსნათ რას ნიშნავს მითითება და რას ნიშნავს რეალური ამბის გაშუქება. როგორ ზღუდავს ეს როცა ადგილზე ხარ. იმიტომ რომ მე მახსოვს ყურში ჩამძახეს, მე არ ვიცი ხოლმე ბევრია ცოტა ხალხის თქმა აქციაზე. არ ვამბობ ფაქტს რომ გადაიკეტა რუსთაველი ან არ გადაიკეტა რუსთაველი. და მახსოვს რომ ყურში ჩამძახეს. რომ შენო ეხლაო წაახალისე მთელი აქციაო. არაფერი არ მithქვამს. რა არის მითითება, როგორ კეთდება ეხლა ეგ როგორ მრუდდება რეალობა. BBC-ს რო არის ცუდი მაგალითი ეს მინდა რომ ვთქვა რომ BBC. როგორ მრუდდება რეალობა, აი მაგალითად პირველი არხის მაგალითზე ავიღოთ, ჩართვის წერტილები იყო ყოველთვის ქაშვეთის ეკლესიის მოპირდაპირედ, კამერა მიმართული არის რომ ჩანდეს პარლამენტი. და ჩართვები იყო აქციის წევრის კომენტარის გარეშე, უბრალოდ ჟურნალისტი დგას და ყვება რაღაცა ამბავს და მორჩა ამით. ეს არის, ანუ გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ ოღონდ გადაწყვეტილება არა ჟურნალისტის მიერ არის მიღებული, არამედ იქ უკვე რედაქციაში არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს კადრი მინდა. ოპერატორი დააყენეს გარედან. ჟურნალისტსაც უთხრეს, რომ ხალხი გაჭრები არ გინდა, უბრალოდ მოყევი რა ხდება. და ანუ ვიღებთ ესეთ იმას, რომ რუსთაველი გადაიკეტა რაღაცა მშრალი ამბავი გამოგდის. რეალურად როგორ უნდა იყოს, აი მაგალითად ჟურნალისტი მე გამიშვეს გადაღებაზე აქცია არის რუსთაველზე. წესით ისე ჩვეულებრივად ტექნიკურად მივდივართ, ვიღებთ, შეიძლება გასვლა გადავიღოთ ხალხის მასა რო აჩვენოთ, რამდენი არის ამ გასვლის დროს ჩავწეროთ კომენტარები, რატომ ხართ, რას ფიქრობთ, რატომ ფიქრობთ, რა მოთხოვნები გაქვთ. 1, 2, 3, 4 ადამიანის სხვადასხვა რაკურსით გადავიღებ აუცილებლად აქციას. მათ შორის გადავიღებ ადამიანებს, რომ ისინი როგორ დგანან, როგორ ლაპარაკობენ, რა ხდება სადმე სხვა, რომ მაქსიმალურად ვეცადო, რომ მაყურებელს ისეთი ინფორმაცია მივაწოდო, როგორც ვიზუალური, ისევე ვერბალური ჩემი ჩართვის დროს, რომ მას აი სრული წარმოდგენა ქონდეს, მაქსიმალურად სრული წარმოდგენა ქონდეს, რა ხდება რუსთაველზე. ამ დროს ეს არის ჟურნალისტური საქმიანობა, აქციაზე აშუქებ რაღაც კონკრეტულ მოვლენა ფაქტს. და მითითება არის უკვე დაყენებული კამერა, რომ ეს რაკურსი მინდა, არ მითითება არის ის, რომ არ მინდა აქციის მონაწილე გაჭრაში, დრო არ მაქვს ამდენი, ქრონომეტრაჟში შეზღუდული ხარ და ერთ წუთში ხარ მშრალად თქვი. ხო და რა განსხვავება, მაგას ხო წამყვანიც იტყოდა, რომ აი აქცია იმართება რუსთაველზე. განსხვავება არის იმაში, რომ ადამიანზე გავლენა ხდება. ემოციური გავლენა არ უნდა მოხდეს და რეალობას ასახავს.
ეს კიდე უკვე სასურველ გავლენას ატარებს, რომ იქ ბევრი ხალხი შეიძლება არ არის, ხო? ესეა, დრონები როდის დაფრინავს, მაგალითად, კადრი, ვიზუალს, ხო, აი კადრი მოქმედებს აუცილებლად. როდის ავაფრენ მე და რომელ კადრს გამოვიყენებ? მთელი დღის განმავლობაში 200,000 კაცი შეიძლება იყოს რუსთაველზე, მაშინ არ გადავიღო და გამოვიყენო ის კადრი, რომელიც აქციის დასაწყისში არის. და შესაძლოა იქ ხო რეალობას ეს არ ასახავს. და შემდეგ უკვე სიტყვებიც, კი ჩვენ შემთხვევაში, ხა ჩემ შემთხვევაში მასეთ ადგილი არ ჰქონდია, მაგრამ აი ჩემ შემთხვევაში კიდე გავლენა რაში იგრძნობოდა, როდესაც ჩემს ინტერვიუზე რამდენიმე ქართული ოცნების ლიდერებიდან ვინც მოდიოდნენ და ვინც მერთვებოდნენ, მაქედან რამდენიმე რო აღელდა და არ მოეწონა ის გაბრას და ინტერვიუს მსვლელობისას, შემდეგ უკვე ეს კაი რა მოგივიდა რა, იმიტომ რომ გძნობდი რომ მე შემდეგ იქიდან რეკავდნენ. და იყო გარკვეული ჭუბი, რომ აყენეთ ჩემზე კი არა, რომ რა ხდება ეს, რატო არის ესე ან რაღაცა და მე ხედავდი უკვე პროდიუსერზე, რომ ის შეწუხებული იყო რა. რომას დაურეკეს, ან რაღაცა მოხდა რა, არასასიამოვნო რაღაცა მოხდა. შემდეგ უკვე ის ადამიანურად გეუბნება, რომ აი რაღაც აცალე რა ლაპარაკი რა, ეჩხუბები რა, ნუ ძაბავ. ამას უმოქმედია ჩემზე, რომ ადამიანურად ეხლა პროდიუსერთან ერთად ვისთან ერთადაც მუშაობ, რომ კოლეგიალურად რაღაცა გავითვალისწინო. კი, აი პიროვნული ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, ხშირად ხდებოდა ტელევიზიაში ეგეთ სიტუაციები, რომ შენ ახლა არ იწყებ ბჭყალებში ხმაურს და ამბის ატეხვას, იმიტომ რომ აი ვიღაცა პროდიუსერთან არ გამოგდის თუ რაღაც ეგეთი რა, მაგასაც ძალიან მაგრად იყენებენ კი. ადამიანური ურთიერთობებია. და როცა შენ მით უმეტეს რაღაც გინდა რომ პატივისცემით იყო. ეგ სხვათა შორის აი ჩვენ ჯიბეში ჩასმაზე და ნავში ჩასმაზე რომ ვლაპარაკობდით, ეგ მაგის ერთ-ერთი ნაწილიც არის რა, ჩვენ შემთხვევაში ხა ჩვენ საუბრობთ სულთა ადამიანურ დამოკიდებულებაზე, რომ არ გინდა რაღაც სიტუაცია გაამწვავო, მაგრამ მეორე მხარეც აქვს მაგას, როცა ჯიბეში მანამდე ზუსტად იმიტომ ისვამენ და ვისკს ერთად წრუპავენ და ყავას რიგ შემთხვევებში და ასე შემდეგ, რომ მერე ტიპს არ გაუჩნდეს პრეტენზია რაღაცაზე და რასაც ეთყვის ხო თავი დაუქნიოს და ამით დამთავრდეს. ეგ ასევე ეხლა არის გამოკვეთილი აი ქება ერთმანეთს რა. აი რომ აქებენ ერთმანეთს. მე ყოველთვის ვიყავი ისე, რომ და მოვესწარი ჯერ კიდევ იმ დროს, რომ აი მაგათად გადაცემა რომ დამთავრდებოდა, ან გადაცემის განხილვა მიმდინარეობდა, ან სიუჟეტის განხილვა მიმდინარეობდა, რომ კარგი რა იყო, ცუდი რა იყო, პროფესიული განხილვა. და ამ შემთხვევაში ის კი არ არის, ხა თუ რა ვიღაცასთან რაღაცა ცუდი არის, აი ხო. იმიტომ აღნიშნავენ, რომ აი იმაზე უნდა მოყვეს რაღაცა სანქცია და ვიღაცა გასაჩერებელი არის, თორე ისე ცუდია, კარგია, არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ აი შენ შემოგევლე, შენ ერთმანეთის ქება რა. მადლობა შენ, მადლობა ისა და აი მასე რა, იმ ჯიბეში ჩასვლის, რომ აი ეს ეხლა ხო ერთი ადამიანი ცდილობს, რომ აი ეს ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს გუნდური რაღაცა ის ჩამოყალიბდეს, იმიტაცია, რომ ჩვენ აი ერთი და რა ქვია ამას ეხლა ხო, ვითომ წახალისება, ოღონდ უსაფუძვლო და კეთროვანების გარეთ იმაზე, კი. და აგებული არის ეს ყველაფერი რა. ნელ-ნელა წავიდეთ დასასრულისკენ, მე მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ბევრ პრობლემაზე შეგვიძლია ალბათ კიდევ ვისაუბროთ და ალბათ სხვა დროსაც შეიძლება ვისაუბროთ. ხო და წუხელ რაღაცა ოპტიმისტური განწყობით დავიძინე ძალიან გვიან შუა ღამეს. ხო და ამ ბოლო ამბავსაც მინდა რომ შევეხოთ. მე მიჩნდება თანდათან განცდა, მიმყარდება განცდა, უბრალოდ რაც მედიაში აქტიურად აღარ ვარ, რომ ადამიანებს მედიის მიღმა აქვთ განწყობა, რომ რაღაცა ეს არის რაღაც მონოლითური სისტემა, რომელსაც ვერაფერი ვერ შეარყევს, ვერაფერი ვერ დაანგრევს და რაღაც ძალიან ძლიერი რამ ეჩვენებათ ეს პარტიული ვერტიკალი რა. და იგივეა დაახლოებით აი რაც რუსეთზე არის, ხო, მითები, რომელიც ინგრევა რაღაც უძლეველი არმია და ასე შემდეგ. ხა ჩაფხუტი დახურული ვირებით რომ გადაადგილდებიან ხოლმე ფრონტის ხაზზე, ეგეთი ფოტოებიც მაქვს ბოლო დღეებში ნახე. ცოტა ეგეთი ეფექტი მაქვს რა, რომ საზოგადოებას აქ განცდა, რომ ამათ არაფერი არ შეარყევს და ეს დიდი ხნის განმავლობაში ეს ჩაშლილი ნამუშევარი სისტემები იმდენად მყარად ფესვ გადგმულია, რომ ეს არაფრით არ შეიცვლება, რაც ასევე პროპაგანდის ნაწილი მგონია და მგონია, რომ ამაზეც მუშაობენ აქტიურად, რომ ეს ნიჰილიზმის გაღვივების ერთ-ერთი საშუალება გახდეს და მე მგონია, რომ გუშინ ძალიან საინტერესო დღე იყო შტატებში და ესეთი ტიპის მხარდამჭერი
რაღაც გადაწყვეტილებები, რაც დიდ ემოციურ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ვისაც აქვს წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჯერ კიდევ და შეგრძნება და ხანდახან რაღაც უიმედობას შემოერევა ხოლმე, ძალიან კარგი საწვავი არის და არ ვიცი თქვენც რას ფიქრობთ ამ მეგობარი აქ ძალიან ველოდებოდით. მეგობარ აქ ძალიან ველოდებოდით და მე მგონია რომ თან იმაზე მეტი ხმა მიიღო ვიდრე შესაძლებლობა ქონდა და ჩემთვის მაგალითად რო წავიკითხე ეგ ნიუსი ნატო გელაშვილის სიმღერა ერთი ის დილამშვიდობისა რა ლამაზად თენდები აი ისეთი გაბრწყინებული ვიყავი რომ მეგონა რომ ყველაფერი მოგვარდა ხო ეგ ძალიან დიდი мотиваცია და შემხდა მოვა მაისი თან რაღაც სიფრთხილე მინდა რა შევინარჩუნო რომ რაღაც სასურველი რეალობად არ წარმოვაჩინო ხოლმე მაგრამ რეალურად ობიექტურად რაღაცები შესაძლებელი არის და ესეთი მომენტები სწორედ აჩენს განცდას რომ არ ვართ მარტო და რაღაც იზოლირებული მართლა და რაღაცნაირად მე მუხტს მაძლევს. ერთ კითხვასაც დავსვამ შენ კი ბოლოსკენ მიყავს, მაგრამ მაინც მინდა. ვასკამ რო დაიწყო ლაპარაკი, თავის ისტორიის მოყოლა, იმდენად ავნერვიულდი, ხელები ამიკანკალდა, იმიტომ რომ მეგონა რომ ჩემ ამბებს ყვებოდა, იმიტომ რომ ეს ერთი რამ გვაქვს გამოვლილი. ერთია რომ შეიძლება მე გავბრაზე და მე თვითონ გამოვიხურე კარი, მაგრამ შენი შემთხვევა კიდევ უფრო ძიმე იყო ჩემთვის და რო ყვებოდი, აი მეგონა რომ ჩემ თავზე ვისმენდი. სხვათა შორის კიდევ ერთი აი მაგ თემას გავაგრძელებ მე საბოლოო შევაჯამებ, რატომ არის საინტერესო ვასილი მანუნჩიკოვანი, ხო? აი ამ პროცესში და რატომ იქცა ბუნებრივად ესეთ ფიგურად. კარგი ვასილი და ცუდი ვასილი არის ჩემი ვასილი და ცუდი ვასილი. ნახეთ ხალხო რა ის თქმა მინდა აქვს ყოველთვის წინააღმდეგობას აზრი სადაც ხარ, სადამდეც ხარ, იქამდე და ძალიან მცდარია ის წარმოდგენა რომ მე რომ ვილაპარაკო ახლა ამით რა შეიძლება. აი ეს ასე არ არის და ნებისმიერ ჩვენთაგანის პოზიცია სამოქალაქო პროფესიული არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც ერთი ადამიანიც კი გაამხნევო შენ გვერდით, რომელიც ფიქრობს შეიძლება რომ მარტოა. ამიტომ ხო და მაგ გამხნევებისკენ მიმყავდა კითხვა. ჩემთვის მაგალითად ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ როცა წამოვედი ტელევიზიიდან, მართლა სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ მთელი ნიუსრუმი იყო გაბრაზებული რამდენიმე ადამიანის გარდა. ძალიან გაბრაზებულები იყვნენ იმდენად, რომ ჩემს უფროს საკუთარი ნათქვამი ჩვენება შეაცვლევინეს, რომელმაც მითხრა, რომ უნდა წახვიდე, დაწერო განცხადება და წახვიდე, თქვა რომ მე ვეგარ მithქვამსო, მოვიდეს დაჯდესო, არავინ არაფერს არ დაავალებსო, იდოსო რა, ესე რაღაცა სცენარე იყოსო და ნუ ეს ჩემთვის ძალიან მით უმეტეს უფრო შეურაცხყოფელი იყო და გასაგებია რომ მე იქ არ დავბრუნდებოდი. მაგრამ ამ ერთიან ნიუსრუმში აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩემი ძალიან ახლო მეგობრები და ვამბობდი, ფიქრობდი კიდევაც, რომ ვიცოდე, რომ ამაში რაღაცა სარგებელი მიიღეს, რომ ჩემთვის ზურგი შეექციათ, უფრო გავამართლებდი. იმიტომ რომ რაღაც ფასს დაადებდნენ ამ ჩვენ მეგობრობას. ისეთმა მეგობრებმა მაქციეს ზურგი და აი მლანძღეს, შეთქმულების თეორიის ავტორად გამომაცხადეს, სადმე რამ ვინმე ტროლი თუ მლანძღავდა, ალაიქებდნენ, აი ესე დაზდებდნენ ამ ჩემს ალანძღავს. ეს იმდენად თან აღარც მალავდნენ, იმიტომ ამას მეც ვხედავდი, რომ ამას აკეთებდნენ და მე ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა და მე რომ დავიწყე პროპაგანდაზე ლაპარაკი, დიდი ხნის მერე დავიწყე, იმიტომ რომ ვერ გადავხარშე ეს, ვერ მოვერია ჩემ თავს. შენ ახლა იმ გზას გადიხარ, რომელსაც მე უკვე თითქმის 1 წელია ამ გზას მიუყვები. როგორია შენთან აი ეს გამოხმაურება? ერთია რომ შენ დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცებმა ძალიან გული გატკინეს, მაგრამ მეორეა რომ შეიძლება კიდევ იღებდე თუნდაც მინიმუმ ერთ SMS, სადაც ეწერება, რომ აი ხო იცი რომ შენ გვერდით ვარ. კი, არის ესეთი გამოხმაურება, ვიცი რომ ამ მიმართულება საზოგადოებრივ მაუწყებელში ძალიან ბევრი მხარს უჭერს. გულიმწყდება ის, რაც მოხდა იმაზე, მაგალითად, რამდენიმე ადამიანებზე გარკვეულწილად კი გულიმწყდება, მაგრამ ვიაზრებ და ამითი დარც ვიცილებ რა გულიდან, უფრო სხვა საზრუნოში გადამყავს. გამოხმაურება არის, მოკითხვა არის. ნუ იმედია სტანდარტული არა, როცა ერთი კარი იხურება რომ მეორე იღება. ამას უკვე ვერ რამდენიმე ადამიანთან აი ბოლო წლების განმავლობაში 2013-დან დავბრუნდი პირველ არხზე ამ ბოლო მოვლენებამდე და რამდენიმე ადამიანთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. და მე ვხედავთ იმისა, რომ კი ისინი შეიძლება ძალიან არაქტიურობენ, მესმის მათი და მე არა ვარ ისეთი ადამიანი, არ შემიძლია ვიღაცას მოუწოდო, რომ კიდე თუ არა, ეხლა შენ ესე უნდა მოიქცე, ესე უნდა იქნათ.
ანუ ესეთ პოლიტიკურ პროცესებში რო ხალხი ავაბუნტო ან რაღაცა გავაკეთო არასდროს არ ყოფილვარ და პირიქით ყოველთვის ვერ ვიცი, მასონების თავმჯდომარეობას გაბრალებდნენ. შენ კიდე მეგობარს ვერეუბნები გაბრაზდი. იმედმა ისიც კი გამოჩხრიკა რომ მაგალითად ძალიან მაინტერესებს ვინ თქვა იქ ევრიკავესო ვასკასცოლი არისო სადღაც რაღაცა კომპანიაში რომელმაც ნინო ზაუტაშვილს სრულიად კანონიერად ანუ სარეკლამო კომპანიასთან თანამშრომლა ნინო ზაუტაშვილმა ამ სარეკლამო კომპანიამ რასაკვირველი ანაზღაურება გადაუხადა ნინო ზაუტაშვილმა ამ თავისი ანაზღაურებიდან გადასახადი გადაიხადა ხო და ამ კომპანიაში რამდენიმე მეწილი ყოლია და ერთ-ერთი არის ვინმე სახელი და გვარი იგივე აქვს რაც ჩემს მეუღლეს და ევრიკაო ესო არისო და ანუ ამბავი იწყება ესე რომ სავარაუდო სანდო წყაროდან მიღებული ინფორმაცია სავარაუდო უკანონო შემოსავლები და არის რომ ესე იგი აი სოროსი აფინანსებს და ესენი და ერთი არის სოროსი და მეორე თურმე მე ჩემი ცოლის გავლით ვაფინანსებ კიდე ნინოს აი სოროსის დონეზე დავდექი სადღაც დიპსტეითიც აღმოჩნდები ვასკაცად მოინდა რაღაცებზე კი გული მწყდება რაღაცეები მესმის მეც ოპტიმისტი ვარ არა უბრალოდ იმიტომ რომ აი რომ რასაც ვაკვირდები რა ინფორმაციაც მაქვს რა გამოცდილებაც მაქვს და ისტორიკოსობა მე არქეოლოგია მინდოდა ისტორიულზე ვსწავლობდი და უახლესი ისტორიაც მაინტერესებს პირველი რესპუბლიკის ისტორია რასაც გაცნობილი ვარ ნუ არავის ეგონა რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა შემდეგ უკვე არავის ეგონა მე მგონი რომ შევარდნაძე შეიძლება წასულიყო და აი ის სისტემა რომელიც მაშინ იყო გაბატონებული ის კორუფციული და პოლიციური სისტემა შეიძლება წასულიყო შემდეგ ნაციონალური მოძრაობის დროს არავის ეგონა რომ აბა როგორ აბა რანაირად და ახლაც თუ ვიღაცას გონია რომ ეს ესე მარაჯამს გაგრძელდება ეს არ არის ბუნებრივი რაღაცა არის ცვლილება აუცილებელი არის ყველა კვლევა ადასტურებს რომ მოქალაქეების უმრავლესობა დიდი უმრავლესობა მას ცვლილება აინტერესებს ისინი ქართული ოცნების მომხრეები კი არა მათ ცვლილება უნდათ მაგრამ ჯერჯერობით ვერ არიან გამორკვეულები კონკრეტულად ვის ალტერნატივაც გჭირდება ამ პროცესში ეს თუმცა ცვლილება მომწიფებული არის და აუცილებლად იქნება ცვლილება და კი ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი რაზეც შეიძლება იდგეს ძალა რომ ძალაუფლება არ დაკარგოს არის მითები და ამ მითების გამყარება რომ ჩვენ ვართ აი ესეთი რაღაცა აქ ციტადელი არის და ციხესიმაგრე არის და ესეთი ერთიანობა აქვს მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითი არის რა თქმა უნდა ეს არის შექმნილი იმისთვის რომ რაღაცა შტაბეჭდილება დარჩეს თორე იქაც ჩვეულებრივი რიგით ადამიანები არიან უკანკალებთ ხოლმე დღეს დილით ვაკვირდებოდი რომლებიც ბევრი არის ბევრს ეშინია, ბევრს შიშობენ, ყოველთვის არის რეაქცია, შიშით გამოწვეული რეაქციები არის, რომ როგორ გაანეიტრალონ ის შეტევა, რომელიც მოდის მოქალაქეების მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ დაელაპარაკონ და ნაცვლად იმისა, რომ რაღაცა პროცესში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი იყოს, ну რაღაცნაირად ავტორიტარიზმი ცდილობს, რომ უკან იხევს, მაგრამ ისევ გიტევს. და აი ეს დღესებრივი ადამიანები არის მაგალითი იყო აი ილუსტრაციისთვის ხალხო თუ დაგაინტერესებთ ჩვენ რაღაც მოდელზე ხომ ლაპარაკობთ ხოლმე დილით ნიუსი დაიწყო წამყვან არხზე იმედზე გუშინ მეგობარი აქტი გაიტანა დამტკიც და წარმომადგენელთა პალატაში და დილით ნიუსი დაიწყო იმით რომ თეატრში თურმე რაღაცა ცუდი სპექტაკლი დაიდგა და ამაზე დიდი უნებათა ღელვა საათაშორის მაგნიუსში მაგთეატრში დადიან ყველაზე ხშირად ეთყობა ეხა გაემიჯნენ თორე მაგთეატრში წასვლა და ბილეთი შევნა ძალიან ის იყო პრესტიჟული და მესამე ამბად გაუბრალო რაღაცა გაუბრალო მეგობარი აქტი ამითი შემოაქვთ მე გამოიყენეს იმიტომ რომ ანუ პოლარიზაციამ გვაჩვენა რა არის მთავარი თემები რაზეც საზოგადოება რეაგირებს ხო ეს არის მხოლოდ იდენტობა ეს არის LGBT პროპაგანდა და ეს არის ომი ხო ანუ შეაშინე რაღაცა ეს ხელოვნური მითები მე როდესაც ხალხს ველაპარაკებ ნუ სად ნახეთ აი პრობლემა სად შეგექმნათ მაგალითად ანამაზე და ომზე რო არის აბა ომი გინდაო და მთელი საქართველოს ისტორია ომი არის მე მგონი ომი არასდროს არ დამთავრებულა და მე ვსვამობ მაჩვენეთ მშვიდობა თქო ჩვენ გადავრჩით იმითი რომ ბრძოლით ვიყავით წინ მივდიოდით და რაღაცას ვაკეთებდით ხო კი რასაკვირველია ომი არ გვინდა მაგრამ თუ მშვიდობა გინდა ხო ერთ-ერთმა ჩემმა სტუმარმა მითხრა რომ თუ შენ აქ ცნობინებ და არის სწრაფი იმისკენ რომ შენ პოტენციურ მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენო შენ აუცილებლად გახდები მსხვერპლი
და თუ არ ფიქრობ რომ გაძლიერდა. კარგით, მოდი დავასრულოთ, მე მგონი ძალიან ხანგრძლივი გამოგვივიდა. და საინტერესო ფიქრობ. იმედია ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო საუბარი იყო და არ ვიცი, სასაუბრო მითებზეც ბევრი გვაქვს, მედიაზე ბევრი გვაქვს და ყოველდღიურად ვეცდებით რომ რაც შეგვიძლია ჩვენი რესურსი გამოვიყენოთ ამაში და თქვენთვის საინტერესო სივრცე შევქმნათ. აქვე მადლობა ჩვენს მასპინძელს, ვინც ამ სივრცეს გვითმობს პოსტერბარს. გამოიწერეთ ჩვენი არხი Redline-ი, გამოიწერეთ ასევე მარიამოს ვლოგი, სადაც კულტურაზე, ლიტერატურაზე და ცოტა შესაძლოა პოლიტიკის მიღმა ნაწილობრივ პოლიტიკაზეც ცხადია იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო სხვა აქცენტები კეთდება. გამოიწერეთ ასევე კიაფი და მადლობა უნდა უთხრათ ჩვენს ეპიზოდს. ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმარს ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი იყო ჩვენი სტუმარი. მარია რესა თქვა ასეთი რამ როგორ დავამარცხოთ დიქტატორში, რომ ჟურნალისტი ვერ იქნება ობიექტური. როცა ამას ამბობს, ის გატყუებთ, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. მე მგონი როგორი ფორმულა, რაც გვინდა რომ ამ პროფესიაში იყოს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, ძალიან მომეწონა და ისეთი ძალიან მყუდრო გარემო გაქვთ, ძალიან სასიამოვნო გარემო წარმატებებს გისურვებთ თქვენ. იმედია, არ ვიცი, როგორ რესპონდენტის რანგში ყოველთვის უფრო ისერი აქვს. კამერის მეორე მხარეს ვარ მიჩვეული ყოფნას ამ ბოლო პროცესების გამო კიდე, რაც ინტერესი გაიზარდა, მიწევს რესპონდენტობა და ამ დროს ნერვიულობ. იმედია მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება. დარწმუნებული ვარ. წარმატებებ. გამოგვეხმაურეთ კომენტარებში. მადლობა.